მაქვს ბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით. შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი სხდომა. დღის წესრიგით გვაქვს ერთი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალთ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს გთხოვთ დღის წესრიგი დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. მოგესალმებით კოლეგებო, სპორტის კომიტეტში ქორუმი არის და გთხოვთ იგივე დღის წესრიგი დავამტკიცოთ სპორტის კომიტეტს. მადლობა. კარგით, დღევანდელი დღის პირველი და ერთადერთი საკითხი არის საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის სასკოლო ლიგის ფარგლებში გაწეული საქმიანობისა და არსებული გამომწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. პირველ რიგში სანამ უშუალოდ თემაზეც გადავალთ, მინდა ზოგადად მივესალმოთ იმ საკითხს, რომ სპორტის ინტეგრირება და განათლების ინტეგრირება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და ეს არ არის მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სკოლის პერიოდშივე, ეს არის ასევე იმ ეთიკის, იმ წესის დანერგვა, იმ ასაკში, ასევე გუნდურობის მიჩვევა და სხვადასხვა იმ უნარების გამომუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველივე ეტაპზე და მე ასევე ჩემ კოლეგას ბატონ გიორგი ჩაკვეტაძეს მინდა მადლობა მოვახსენო ინიციატივისთვის, ამ პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის და მინდა ასევე მოვიწვია ჩვენი მომხსენებელი ბატონი ოთარი აბულაძე, სასკოლო ლიგის პროექტის ხელმძღვანელი. გთხოვთ ბატონო ოთარ. ორივე კომიტეტს უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ. ქრისტე ასდამ რავალს და ესწერეთ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. მე შევეცდები ძალიან მოკლედ მოგითხროთ სასკოლო ლიგის შესახებ, აი ამ პროექტის შესახებ, რომელიც 2019 წელს დაინიცირდა და მისი მთავარი ერთ-ერთი ინიციატორი გახდათ ბატონი გიორგი ჩაკვეტაძე, როდესაც ის მოღვაწეობდა საქართველოს თბილისის საკრებულოში სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში. ეს პროექტი და ამ პროექტის ინიცირება თავის დროზე მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ შექმნილიყო ახლებური საშეჯიბრო სისტემა, ისეთი საშეჯიბრო სისტემა, რომელიც უპასუხებდა თანამედროვე გამოწვევებს, გაზრდილ ტექნოლოგიებს ახალგაზრდების და ბავშვების ცხოვრებაში, იმ აჩქარებულ ცხოვრების ტემპს, რაც ახლა გვაქვს და ამავე დროს თანხვედრაში იქნებოდა იმ ევროპულ თუ სხვა ქვეყნის ამერიკულ გამოცდილებასთან და აი საშეჯიბრო სისტემების ყველა სიკეთე იქნებოდა გადმოტანილი საქართველოში შეძლების და გვარად. საორიენტაციად თავიდანვე აღებული იყო ამერიკის კოლეჯის ლიგის სისტემა, რასაკვირველია მათი მასშტაბი და მათი შესაძლებლობა ბევრად დიდი არის, თუმცა ეს არის საუკეთესო სისტემა, სასკოლო სასაჯიბრო სისტემა, საუკეთესო მსოფლიოში და შესაბამისად სპორტული თვალსაზრისით, როგორც მასობრივი სპორტულ შეჯიბრებების ჩართულობის თვალსაზრისით, ასე პროფესიონალური სპორტული შედეგების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები ერთ სულ მოსახლეზე მოგეხსენებათ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. მარტივად ეს იყო ყველაზე წარმატებული სასაჯიბრო სისტემა და ჩვენ საორიენტაციოდ ავიღეთ აი ამ სისტემისგან, რომ გადმოგვეღო ბევრი სიკეთე. რა თქმა უნდა, ეს არის პროექტი, რომელიც მოითხოვდა განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ცვლილებებს და ეს შეუძლებელი იყო თავის დროზე, რომ გაკეთებულიყო ერთბაშად და შეუძლებელია გაკეთდეს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველა სკოლა მოვიცვათ ერთიანად. ამიტომ შეიქმნა განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც და რომლის შესაბამისათაც მოქმედებთ დღემდე და მოგიყვებით აი ამ გეგმის მიხედვით რა მდგომარეობა ახლა საიდან დავიწყეთ და როგორ მოვედით. 4 ძირითადი ნაწილია კომუნიკაცია, როგორიცაც ჩვენ ვიწყებთ სკოლებთან, პარტნიორებთან, კერძო სექტორთან თუ სახელმწიფო ორგანოებთან. მნიშვნელოვანი ამ კომუნიკაციის და დაგეგმვის შემდეგ ხორციელდება, რა თქმა უნდა, უშუალოდ match day, როგორც სიტყვიან ამას, ანუ თვითონ ადგილზე შეჯიბრები. მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ შეჯიბრებებისა არის ლიდერები და ორგანიზატორების მომზადება, ან თვითონ ორგანიზატორები, ვინც უზრუნველყოფს შეჯიბრის სწორად წარმართვას. ამ კუთხით გამორჩეული არის სასკოლო ლიგა და თავიდანვე იყო საფუძველი ამაში ჩაყრილი. ჩვენ ახალგაზრდებზე გავაკეთეთ აქცენტი, სასკოლო ლიგის პირველი სეზონის მონაწილეები გადავამზადეთ, ისინი ამავე დროს არიან სასკოლო ლიგის მენეჯერები წლების განმავლობაში და გარდა ამისა
ჩვენ წელს გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს სპორტის უნივერსიტეტთან და უკვე მოხდება შესაბამისად სპორტულ მენეჯმენტზე მოსწავლე ახალგაზრდების ჩართულობა სასკოლო ლიგის მმართველობაში და როგორც ორგანიზატორებს და ლიდერებს მათ გავსდით მიეცემათ მათ პრაქტიკა უმაღლესი დონის ტურნირების ორგანიზების კუთხითაც და რა თქმა უნდა სასკოლო ლიგასაც უფრო განავითარებს. მეორე კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ესა ინფრასტრუქტურა, სადაც სტარდება ჩვენი შეჯიბრებები. გამომდინარე იქიდან რომ ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ შეჯიბრების ხარისხის მიხედვით ერთ-ერთი მიზანია ხარისხობრივად მაღალი შეჯიბრების ჩატარება. აქედან გამომდინარე რომ ბავშვებში мотиваცია უფრო მაღალი იყოს ჩართულობის კუთხით. თქვენ მოგეხსენებათ რომ რაც პირობითად 20 წლის წინ რა ძალისხმევაც იყო საჭირო იმისათვის რომ ბავშვი სპორტში ჩართულიყო დღევანდელ დღეს სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის და რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები მით უფრო რთული ხდება ახალგაზრდაობის დაინტერესება სპორტში ჩართულობისთვის. ამიტომ აი სასკოლო ლიგას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებდა ხარისხს და ამაზე კიდე მოგვიანებით მოგახსენებთ და ხარისხის უზრუნველყოფას საყოფად აუცილებელია ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა არსებობს სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენ მიზნად გქონდა თავიდანვე და მოვიძიეთ ინვესტორი, ვინც აშენა სასკოლო ლიგის ბაზა, ჩვენ უკვე გვაქვს ერთი ბაზა არაჩვეულებრივი, საკმაოდ მაღალი სტანდარტების, სადაც ძირითადი ნაწილი სასკოლო ლიგის იმართება თბილისი ამ შემთხვევაში საუბარი, ასევე მიმდინარეობს მუშაობა და უკვე მეორე ბაზა ალბათ შემოდგომაზე გვექნება და ჩვენი ინვესტორების დახმარებით ვფიქრობთ, რომ ასეთივე ბაზებს სასკოლო ლიგისთვის და ასევე სხვა თქვათ სპორტული აქტივობებისთვის ბაზებს გავაკეთებთ რეგიონებშიც. ეს გეგმა არის და ამ 5 წლიან განვითარების პროექტში ეს გეგმა გაწერილია და მადლობა ღმერთს რომ ჯერჯერობით მივყვებით ამას წარმატებით. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაფინანსების კომპონენტი. მიზნები როგორც მოგახსენეთ, მთავარი მიზანი არის ის რომ საშეჯიბრო სისტემა იყოს იმ ხარისხის და იმ სტანდარტის რომ მასში ენთუზიაზმით ჩაერთონ პირველ რიგში თვითონ მონაწილეები ბავშვები, შემდეგ შეიქმნას თვითონ სკოლებში სპორტის გაკვეთილებზე ან სპორტის გაკვეთილებს მიეცეს მიზანი. ამ კუთხით აი ამ ბიზნეს მისაღწევად ჩვენი შეჯიბრებები არ არის ერთჯერადი, ანუ არ ატარებს აქციის ხასიათს, არ არის ეს ოლიმპიური სისტემის, ძირითადად ესაა ლიგის სისტემის, რომელიც თუ მთლიან სასწავლო წელზე არა, ნახევარ სასწავლო წელზე მაინც ვრცელდება, რაც უზრუნველყოფს შიგნით სკოლებში, მეგრე უკვე სპორტის გაკვეთილის მნიშვნელობის ხაზგასმას და ეს სპორტის მასწავლებლები იქ სადაც სასკოლო ლიგა შესული არის, უკვე აი მათ ჩამოყალიბებული აქვთ ერთგვარი კიდე ერთხელ ვიხმარ უცხო სიტყვას კოუჩინგის სისტემა, ანუ ისინი ემზადებიან სეზონიდან სეზონამდე ახალი სეზონისთვის და პრაქტიკულად ფიზკულტურის გაკვეთილებს ის აზრი რაც აქვს ჩადებული ამ გაკვეთილებს ეს აზრი ბოლომდე მიეცა და ეს მომზადება მიმდინარეობს სკოლებში. ასევე ჩვენი მიზანი ხა დღევანდელ დღეს სამწუხაროდ აი ესეთ სისტემურ ღონისძიებებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობის პროცენტი ძალიან დაბალია. საუბარი მაქვს ლიგის სისტემით ჩატარებული ტურნირებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაზე და აი სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით ჩვენი მიზანია რომ 2028 წლისთვის 28 წლის სეზონისთვის ავიდეთ 100,000 ბავშვზე ჩართულ ბავშვზე, ეს არის საუბარია 12-დან 18 წლამდე ბავშვებზე, სამ კატეგორიაში შეიძლება შეჯიბრების ჩატარება და ეს საერთო ჯამში აი ამ ასაკის მოსწავლეების 33-35%-მდე შეადგენს წარმატებულ და ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთში, რომელიც არის პრინციპში ეს სამი პოლისია ყველაზე აქტიურად ვინც არის სასკოლო სპორტში ჩართული, იქ ეს მაჩვენებელი მერყეობს აი სწორედ აი 35-დან 60%-მდე სხვადასხვა ქვეყანაში. სახეობების რაოდენობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ახლა ამ წუთში თბილისში და რეგიონებში 15-მდე სახეობა გვაქვს, ზოგიერთ რეგიონში ნაკლები, ზოგიერთში
შედარებით მეტი, თბილისში კი 15 არის. საერთო ჯამში გვინდა რომ 25 სპორტის სახეობა ჩამოვაყალიბოთ პლუსით, ეს არ ნიშნავს რომ ყველგან ამდენ სახეობაში უნდა ჩატარდეს ტურნირი, ეს ნიშნავს რომ პლატფორმა რომელიც შეიქმნა და რომელიც თქვათ ძლიერდება წლიდან წლამდე, ეს პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს სკოლებს რომ აირჩიონ აი ამ სახეობებიდან და ძირითადი სახეობები გვაქვს ასე ვთქვათ, თუმცა მარტივად დაემატება სხვა სახეობებიც 50-მდე სასკოლო ლიგის აკადემიის კლუბი ეს დამატებითი კომპონენტია გარდა იმისა რომ სასკოლო ლიგა უზრუნველყოფს როგორც უკვე მოგახსენეთ გრძელვადიან ჩართულობას არა ერთჯერად, არამედ მრავალჯერად ჩართულობას ბავშვების სასკოლო ესე იგი ღონისძიებაში, სპორტულ ღონისძიებაში. ამის გარდა და ეს არის მთავარი მიზანი, რასაკვირველია მასობრიობა. ამის გარდა, აი ძირითადი დანიშნულების გარდა, ჩვენ ყველა სახეობაში თანამშრომლობთ ფედერაციებთან და უზრუნველყოფთ, რომ აი ამ სასკოლო ჩემპიონატების ნაკრებები შედგეს და სასკოლო ლიგის აკადემიის სახელით მონაწილეობა მიიღოს პროფესიონალურ საქართველოს ჩემპიონატში. ასეთი მაგალითი ჩვენ ეს დავიწყეთ 3 წლის წინ და ასეთი მაგალითი ხა ჩვენ ამ წუთში გვყავს 5 ესეთი კლუბი ფუტზალში და ფრენბურთში და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურ, ასევე ფარიკაობაში ბოდიში ეს გამორჩა და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება თუ 2028 წლისთვის 50 ესეთი კლუბი იქნება წარმოდგენილი. ეს არის ახალგაზრდული ლიგები, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ფუტზალის ახალგაზრდულ ლიგაში ბოლო 2 წელია სასკოლო ლიგის აკადემიის გუნდები იმარჯვებენ მხოლოდ. შარშან მესამე ლიგას კი მოიგეს, ასევე მოიგეს ახალგაზრდული ლიგა, წელს თბილისის გარდა ქვემო ქართლის სასკოლო ლიგის აკადემიაც არის და ორივე თბილისის და ქვემო ქართლის სასკოლო ლიგის აკადემია იბრძვის ჩემპიონობისთვის, ანუ ეს არის წარმატებული მოდელი უკვე როგორ შეიძლება ესე იგი სასკოლო საშეჯიბრო სისტემა პროფესიონალურ სპორტს დაუკავშირდეს ასეთი სისტემით ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლიანად სპორტი მოწყობილი ჩვენ რა თქმა უნდა არ ვამტკიცებთ რომ ესა ის რაც უნდა იყოს აუცილებლად საქართველოში, მაგრამ ემპირიულად უკვე შედეგები გვაქვს, ასევე ფრენბურთში ძალიან სერიოზული შედეგები გვაქვს. მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში ავიდა სასკოლო ლიგის აკადემია და ფუტზალის ახალგაზრდული ნაკრები, 19 წლამდე ნაკრები, მთლიანად დაკომპლექტებულია სასკოლო ლიგის აკადემიის ესე იგი მონაწილეებისაგან და შარშან იყო საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ჩემპიონატი, სადაც ამ ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა სამწუხაროდ ბურთების სხვაობის გამო ვერ შეძლეს მათ გადასვლა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ეს იყო პირველი ქულები საერთოდ ისტორიაში და ნუ ფუტზალისტვის ფაქტიურად 100 ახალი მოთამაშეა უკვე მიწოდებული. ასეთივე წარმატებით შეიძლება ამ პროცესის გაგრძელება სხვა სახეობებზე, ბოდიშტე ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, ამიტომ ცოტა გამიგრძელდა. ეხლა ძალიან მოკლედ ზოგადად მოგახსენებთ, როგორც უკვე გითხარით, დაიწყო ყველაფერი საპილოტო ღონისძიებით, რომელშიდაც თავიდანვე იდეა შეიდო, რომ ეს უნდა განვითარებულიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბატონი გიორგი ჩაკვიტაძის ესე იგი საკრებულოში მოღვაწეობის პერიოდში ჩვენ დავიწყეთ ერთი ტურნირით 2019 წელს, 2022-23 წლებისთვის ჰქონდა უკვე 5 რეგიონი, 10 სპორტული სახეობა, 20-ზე მეტი ტურნირი, 5000-ზე მეტი მოსწავლე, რამდენიმე სასკოლო აკადემია და აი წლევანდელ სეზონში ჩვენ გვაქვს 7 რეგიონი, 15 სახეობა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავთ 15 სახეობა არ არის ყველა რეგიონში, თბილისია საუბარი. ძალიან ბევრი სკოლი, ძალიან ბევრი გუნდი, 25000-მდე მოსწავლე, მათ შორის პროფესიონალები და არის კიდე სასკოლო ლიგის აკადემიები. ასევე წლევანდელ წელს მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი წელი იყო ასევე იმ კუთხით, რომ თბილისის მერიის მიერ 2000 პროექტს შორის იქნა გამორჩეული სასკოლო ლიგა დასახელდა წლის პროექტად, რაც ძალიან გვახარებს, რა თქმა უნდა, და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვანტებს. ასევე მნიშვნელოვანია დაწყების დღიდან კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა სასკოლო ლიგაში. მინდა გითხრათ, რომ 30-დან 50%-მდე მერყეობდა სხვადასხვა პერიოდში, აი ამ რთულ პერიოდში კერძო სექტორის მიერ გამოყოფილი დაფინანსება, რაც მოგეხსენებათ საქართველოს სინამდვილეში კერძო სექტორის სპორტში ჩართვა, მით უმეტეს თუ ეს არ არის გემბლინგი, არის ძალიან რთული პროცესი და იმ ხარისხმა რა ხარისხითაც ეს ღონისძიებები ტარდება, განაპირობა მათი აქტიური ჩართულობა და სხვადასხვა დროს ჩვენ ბევრი პარტნიორი ყავდა
SP, Toyota Caucasia, ახლა საქართველოს ბანკი არის გენერალური სპონსორი, იყო არქი, თბილისი ჯგუფი, როგორც მოგახსენეთ, ასევე კერძო სექტორის აქტიურად ჩართულობით შეიქმნა ბაზა, რომელიც სასკოლო ლიგას ემსახურება და კიდე ბევრი ესეთი ბაზა შეიქმნება. ხა ჩვენ ამავე დროს წელს გავაკეთეთ ახალი ელექტრონული პორტალი, რომელზეც ისე ორი სიტყვით მოგახსენებთ და იმ კომპონენტებს გავუსვავ ხაზს, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც მატებს მოტივაციას. ეს არის თანამედროვე პორტალი, რომელიც აქვს პრაქტიკულად ყველა მაღალი დონის საშეჯიბრო სისტემას მსოფლიოში და განვითარებულ ამ კუთხით, ანუ საშეჯიბრო სისტემების განვითარების კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ოღონდ არ საუბარი არ არის მარტო სასკოლო სპორტზე, შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო შეჯიბრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ არ ჩავთვლით, ასეთი პორტალი ევროპაში შეიძლება არც გქონდეთ. პროფესიონალურ ჩემპიონატებზე მაქვს საუბარი, აი თქვენ შეგიძლიათ ახლა ნახოთ, ჩვენი ყველა თამაშის გადაღება მიმდინარეობს, არის ძალიან ბევრი ნომინაციები, ყველაფერს ვერ გეტყვით, რასაკვირველია, თქვენ დროს მოვფრთხილდები, არის ბევრი ნომინაციები, არის ძალიან აქტიური ბმა სოციალურ სისტემასთან, ეს არის TikTok-ი, Facebook-ი, Instagram-ი, გვაქვს განსაკუთრებული ნახვები, ჩართულობა ბავშვების, საუბარი არის ზოგიერთ შემთხვევაში 100,000-ზე და მეტ ნახვაზე. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელები მთლიანად არის ბმაში ელექტრონულ პორტალთან, სადაც ეს პორტალი წელს გაკეთდა და ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია, აი უკვე შემოდგომიდან სრულად გაეშვება. მანამდე რაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, პორტალი, თუმცა ეს უკვე განახლებული არის და უფრო მეტი კომპონენტისგან შედგება. ყველა თამაშის შემდეგ არის არეიტინგო სისტემა, ამას პროფესიონალი ლიდერები აკეთებენ, რაც კიდევ უფრო ზრდის ბავშვების ჩართულობას და ინტერესს, არის ბევრი გამოკითხვა, ამ პოსტერებს, ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეებს, როგორც თვითონ ასევე სკოლები აზიარებენ, არის მათი პლაკატებიც გამოკრული სკოლებში და მოკლედ ძალიან დიდი სოციალური ინტერაქციაა, რაც განაპირობებს, აი ყველაზე მოაღნიშნულს, რაზეც მოგახსენეთ, ძალიან ბევრია ეს სპორტის მასწავლებელი, უკვე თავს გრძნობს, აი როგორც ამერიკულ ფილმებში გვინახავს, ნამდვილ სპორტულ ქოვაჩად და რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ზრდის არა მარტო ჩართულობაც, არამედ ხარისხს და ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და შემდეგ გამოისახება შედეგებში, მათ შორის კერძო სექტორის ესე აქტიურად ჩართულობაში, აი თქვენ ნახავთ, მამკა გადავა სხვადასხვა გვერდზე, ასევე ნებისმიერ ადამიანს მოსწავლე შეუძლია შევიდეს მატჩის განყოფილებაში, ნახოს შემადგენლობა, ვინა შეფასება მიიღო, თვითონ რა გააკეთა, არის მისი სტატისტიკის გვერდი შექმნილი და მოკლედ ყველა ის კომპონენტი, რომელიც ელექტრონულად გამოყენებული არის პროფესიონალურ სპორტში მაღალი დონის შეჯიბრებებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განაპირობებს იმ საერთო სურათს და აი მიზნების შესრულებას, რაც არის ჩვენი მიზანი, რომ მოსწავლეების ჩართულობა გაიზარდოს ასევე თვითონ ტურნირის ხარისხი წლიდან წლამდე ამას ვაღწევთ წარმატებით, თუმცა რა თქმა უნდა წინ კიდე ბევრია გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონი გადამწყვეტი სეზონი იქნება, განვითარების სტრატეგიული გეგმის მიხედვით ჩვენ უკვე მთლიანი საქართველო უნდა მოვიცვათ და აი ეს ერთიანი პლატფორმა კიდევ უფრო გააძლიერებს ინტერაქციას, გვიადვილებს ორგანიზების ნაწილს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილს, ყველაფერი ერთ სისტემაშია და მარტივად შეუძლიათ დიდი რაოდენობის, ესე იგი, ბავშვებს, სკოლებს და მათ შორის მათ ადმინისტრაციებს მიიღონ ინფორმაცია ტურნირების შესახებ და არ მოხდეს რაღაც სხვადასხვა ბარიერები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აი ეს ლიდერები, ვინც ყავს, საზღვარგარეთ გვინდა გავუშვათ, ორგანიზატორები, ორი მათგანი უკვე სწავლობს არა მარტო სპორტის უნივერსიტეტში, არამედ არსებობს ესეთი იოჰან კროიფის სპორტის სასწავლებელი ძალიან ცნობილი და აი გადამზადების ნაწილშიც ძალიან აქტიურად ვეხმარებით ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დასაქმებული ყავს სასკოლო ლიგაში, იმიტომ რომ ორგანიზების ხარისხი დიდად დამოკიდებული არის ორგანიზატორებზე და აი ეს ორგანიზატორების გაზრდა როგორც ზოგადად სპორტისტების სასკოლო ლიგისთვის, ასევე ზოგადად სპორტისთვის და სპორტული შეჯიბრებებისთვის მნიშვნელოვანია. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან დიდი ესეთი ტემპებით ვითარდება სპორტი, გვაქვს სერიოზული წარმატებები და აი ამ
განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გვინდა რომ ფეხი აუწყოთ და ეს ლიდერები მოვამზადოთ ასევე მათ შორის ბევრი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობისას საქართველოში. ნიშნულოვანი არის, როგორც გითხარით უკვე მარკეტინგი, ჩვენ მარკეტოლოგების ჯგუფი გვყავს სპეციალური, რომლებიც ყოველ ახალ სეზონში სიახლეებს გვთავაზობენ და მომავალ სეზონშიც უფრო მეტი სიახლე გვექნება, რაც პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია სასკოლო ლიგის განვითარების პროცესში. რა თქმა უნდა, მასმედიის ჩართულობა და მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს პროგრამები მკაფიოდ იქნას განსაზღვრული, ანუ წლიდან წლამდე და ყოველ შემდეგ სეზონში კონკრეტულად რას ვაკეთებთ. აქ, როდესაც ჩვენ საუბრობთ გამოწვევებზე, პრინციპში ალბათ მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის ამ პროექტის, რომელიც წლების განმავლობაში ესე ვითარდებოდა და მიაღწია უკვე საკმაოდ სერიოზულ განვითარებას. თუმცა გამოწვევად რჩება უკვე წინასწარ განუსაზღვრელი პროგრამები, გამომდინარე სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემებიდან და მათ შორის დაფინანსების პრობლემებიდან გულისხმობ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე, როდესაც წინასწარ არ ვიცით, როგორ უნდა დაიგეგმოს მომავალი სეზონი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ჩვენ ვფიქრობთ, რომელიც გარკვეულწილად აფერხებს ამ პროექტის განვითარებას. ეს პროექტი თავიდანვე ისე იყო ჩაფიქრებული, რომ შეიძლება იყოს თვითკმარი აბსოლუტურად და ეხლა მე ფინანსებზე და მარკეტინგზე ვიტყვი კიდე ორი სიტყვით, რაც არის გამოწვევა და ამით დავასრულებ. პრინციპში მე კითხვა-პასუხის რეჟიმში შევესწრები კიდე უფრო მეტი დეტალი მოგახსენოთ. ჩაფიქრებული იყო თავიდანვე თვითკმარ პროექტად, ეხლა შეუძლია თვითონ გააგრძელოს კერძო სექტორის ჩართულობით ძალიან აქტიურად და წარმატებით, ესე იგი, არსებობა და განვითარდეს, თუმცა განვითარების ტემპები, რაც ამ შემთხვევაში იქნება რადიკალურად განსხვავდება იმ განვითარების ტემპებისაგან, რაც არის სახელმწიფოს ჩართულობით და ახლა დღევანდელი სიტუაციით ამ პროექტის დამფინანსებლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე ცენტრალური მთავრობა, სასკოლო ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, რომლის ეგითაც ხორციელდება უკვე ბოლო 3 წელი არის ეს ტურნირი და მომავალი სეზონი ეს იქნება უკვე ერთიანი პროექტი და ამავე დროს არის კერძო სექტორი, როგორც მოგახსენეთ. თუმცა როგორც ასე ერთ აღებულ პროექტს, ამას არ აქვს მყარი საფუძვლები მის დაფინანსებას და ბიუროკრატიას და თუკი ეს მოხერხდება, თუკი განსაზღვრული იქნება კონკრეტული, ესე იგი ბიუჯეტი ამ პროექტისა დაფუძნებული პროგრამაზე, იმ პროგრამის მიხედვით, რასაც წარადგენს ორგანიზატორი, ეს ვფიქრობ, რომ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ჩვენ დასახული გვაქვს, ძალიან გაამარტივებს. ეს არის ძირითადად გამოწვევა, მე მოგახსენებთ, რომ დაფინანსების საიდან ვღებულობთ ჩვენ და საიდან შეიძლება იყოს კიდე აღებული კერძო სექტორი, ასევე ხაზი გაუსვი, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული და ამავე დროს მინდა ორი სიტყვით შევეხო ასევე უცხოეთის ქვეყნების შესაბამის პრაქტიკას. პრაქტიკულად არის სამი პოლისი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და ჩინეთი, ესა ყველაზე წარმატებული მოდელები, სადაც არის სასკოლო სპორტული შეჯიბრების მოწყობისა. განსხვავდება ერთმანეთისგან თავისთავად ცხადია, ჩინური მოდელი ცოტა უფრო სოციალისტურია და მეტი ჩართულობა აქვს სახელმწიფოს, ამერიკაში ძალიან დიდი ჩართულობა აქვს კერძო სექტორს და ევროპაში დიდი ჩართულობა აქვს კლუბურ სისტემას. თუმცა ძირითადად დამფინანსებლები, რა თქმა უნდა, ყველგან არის სახელმწიფო, ეს არის სპორტის ადმინისტრაციები, სამინისტროები, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი შემთხვევა, სადაც არ არის განათლების ადმინისტრაცია ჩართული. ზოგიერთ შემთხვევაში განათლება და სპორტი ერთად არის, ეხლა მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკაში პირდაპირ სასკოლო ფონდებიდან, ასე სკოლის ბიუჯეტებიდან მიდის ძირითადად დაფინანსება, რაც თავისთავად ცხადია, სახელმწიფოსგან მოდის და განათლების სისტემიდან. ჩინეთში ერთი და იგივეა, განათლების ადმინისტრაცია და სპორტის ადმინისტრაცია და ის არის მთავარი დამფინანსებელი და ევროპაშიც გერმანიის მაგალითია. და იქაც მნიშვნელოვანი წილი არის, ასე ვთქვათ, განათლების ადმინისტრაციის, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყველაზე აქტიურ პერიოდს მოზარდი, როდესაც არის სპორტსმენი, ატარებს განათლების სისტემაში. ის იქნება სკოლა თუ უნივერსიტეტი. პრაქტიკულად
ის პროფესიონალურ სპორტსმენად თუ მოყვარულ სპორტსმენად ყალიბდება სკოლაში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ლიგა იძლევა საშუალებას 12 წლიდან აქტიურად იყოს ჩართული თუ კი პროფესიონალური მიმართულებით მას შესაბამისი სურვილი ექნება და აღმოაჩნდება შესაბამისი უნარები როგორც მოგახსენეთ არის აკადემიები სადაც მარტივად გაიხსნება გზა პროფესიონალური სპორტისაკენ შესაბამის ფედერაციებთან თანამშრომლობთ თუ არა მასობრივი სპორტით იქნება დაკავებული უკვე სკოლის დამთავრებამდე და ეს სიმბიოზი ზეგან როგორც ალბათონ მარიამ ახსენა განათლების და სპორტის ადმინისტრაციების თანამშრომლობა სასკოლო სპორტული შეჯიბრების ორგანიზებაში და მის მხარდაჭერაში ვფიქრობ არის გადამწყვეტი მნიშვნელობისა და აი ამ კონკრეტული პროექტით ჩემი მოგზალებული აზრით ნამდვილად გადამწყვეტია. თუ კი ჩვენ რაღაცის გასაკეთებლად შეიძლება ისე დაგჭირდეს 10 წელი, ასე დაგჭირდება 3 წელი და ეს შედეგები ნამდვილად აისახება როგორც მასობრიობაში, ასევე პროფესიონალურ სპორტში. დიახ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისათვის და ასევე ხედვებისათვის. ეს არის კარგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საჯარო, კერძო თანამშრომლობა, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება და ასევე სპორტული პოპულარიზაცია იყოს ძალიან კარგი შედეგის მომტანი და გარდა იმისა, რომ რეგიონალური ჩართულობა, გარდა იმისა, რომ აი ეს კონკურსის ნაწილი რაც არის, შეიძლება გაგვიყვანოს ერთი რომ ნამდვილ პროფესიონალურ სპორტსმენებამდე და მე მიხარია რომ დღეს სწორედ ასეთ ძალიან ღირსეულ სპორტსმენებთან ერთად გვიწევს ამ თემაზე მსჯელობა და ხედავთ რომ ოლიმპიელებიც ალბათ კარგი იქნება რომ თქვენს ჩართულები იყოთ ამ ინიციატივაში და სპორტსმენებაც მეტი პოპულარიზება გაუკეთონ ამ ინიციატივას ერთი არის რომ გზა შეიძლება ოლიმპიელებამდე მივიდეს მეორე ეს არის სამოყვარულო მიმართულებით რომელიც ძალიან კიდევ უფრო მეტი დატვირთვის არის ალბათ იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ არა მხოლოდ საქართველოში ზოგადად ძალიან არის ამ პერიოდში ბავშვები მიჯაჭვული გაჯეტებზე არის უამრავი ჯანმრთელობის პრობლემები იმის გამო რომ ვთქვათ უმოძრაობა ერთი არის ასევე არის ჭარბი წონა და სხვა გამოწვევები რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ და ასეთი ტიპის ინიციატივები იქნება ხსნა რომ მსგავსი პრობლემები არ გქონდეს სახელმწიფოს კუთხითაც სპორტი იცით რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს არა მხოლოდ ბიუჯეტში ასახული, არამედ იმ შედეგებშიც, რაც ჩვენ გვაქვს სამიმართულებით და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევაში და ასევე დიდი მადლობა მოვახსენო ყველა იმ სპორტსმენს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გვიბრუნებენ როგორც დროშის, ასევე ჩვენი ჰიმნის გაჟღერებისას იმ სიამაყეს, რასაც ჩვენ გვგრძნობთ ხოლმე და ახლა შეგვიძლია რომ გადავიდეთ უკვე კითხვა-პასუხზე, თუ თქვენ გსურთ რომ მადლობა ბატონო ოთარ მოხსენებისთვის. ქალბატონო მარიამ ამოუწურავად ისაუბრა საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას პროექტს ხელმძღვანელობთ და ძალიან მისასალმებელი რა თქმა უნდა რომ პროფესიონალებიც იზრდებიან ამ პროექტის ფარგლებში, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ციფრი 100,000 სასკოლო ლიგის მონაწილე არის თქვენივე მონაცემებით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მეტი სკოლის მოსწავლე იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით და სპორტით და ეს არის ეს რიცხვი რა თქმა უნდა მომავალშიც გაიზრდება და მთავარი შედეგები ზუსტად აქედან მოდის. მე ვთხოვდი კოლეგებს რომ თქვენ შეგიძლიათ დაბრძანდეთ თუ გნებავთ ადგილიდან უპასუხოთ და როგორც მეტყვით. შევაგროვოთ კითხვები და მითხრობა ასე იყო ქალბატონი ეკა, ბატონი ლადო, ქალბატონი ლიკა, ქალბატონი ტატა. მადლობა. მადლობა ბატონო ოთარ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ეს ეხება პირველ რიგში ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უნიშნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს რა თქმა უნდა სპორტისა და განათლების ერთობლივი ძალისხმევით ხდება და აი ჩვენ დღეს ახლა შთამბეჭდავი ციფრები მოვისმინეთ ამ მიმართულებით თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად როგორ უფრო და უფრო მეტი მოსწავლე ერთვება ამ ყველაფერში და მადლობა ბატონ გიორგი ჩაკვეტაძეს რომელმაც სათავე დაუდო ამ ყველაფერს
და დღეს ესეთი შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს და როგორც აღინიშნა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკში რომ ბავშვები მიეჩვინონ გუნდურად თამაშს თავიანთი გაწეული ძალისხმევის დაფასებას, მარცხის ღირსეულად ატანას, გამარჯვების ღირსეულად ზეიმობას, ასევე ურთიერთთანამშრომლობას ამ პროცესში და რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილად ჯანმრთელობის მიმართულებით გადადგმულ აი ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, იმიტომ რომ განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტთან დაკავშირებული აქტივობები, რა თქმა უნდა, ბალანსირებულად უნდა ერწყმოდეს ნებისმიერი ჩვენი ბავშვის ცხოვრებაში. ამ მიმართულებით სხვათა შორის მე მაქვს ერთი კითხვა, ძალიან კარგია შთამბეჭდავია ეს ციფრები, რაც ახლა ჩვენ აქ მოვისმინეთ, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ამ აქტივობაში ჩართული იყოს საქართველოს ყველა სკოლა, იმიტომ რომ ეს უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ჯანმრთელობას, ეს არ ეხება მხოლოდ სპორტს და რაღაცა გართობას და ამ შეჯიბრებების მოწყობას. თქვენ ხო ვერ წარმოგვიდგენით სტრატეგიას როგორი გეგმება საქართველოს სრული მასშტაბით, ანუ ყველა სკოლის ჩართვა, თუ რა თქმა უნდა ეს გათვალისწინებულია და თუ არა იქნებ ვიფიქროთ ამ მიმართულებით, რომ ყველა სკოლა ჩაერთოს ამ ყველაფერში და ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მარტო ყველა სკოლა, ყველა მოსწავლის ჩართვაზე უნდა ვიფიქროთ ამ პროექტში, იმიტომ რომ ერთია, როდესაც პროფესიონალურად არის დაინტერესებული ბავშვი და სერიოზულად უდგება ამ მიდგომას, მაგრამ მეორე რომ თუნდაც არ იყოს დაინტერესებული, აუცილებლად რაღაცა დოზით მისთვის სასურველ, მისთვის ხელსაყრელ, მისთვის საინტერესო და ისეთ სპორტულ აქტივობაში იყოს ჩართული, რაც მას შეუძლია. ოღონდ აუცილებლობის წესით რო იყოს ჩართული, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, განათლების სისტემაში და განათლების კურიკულუმებში სასპორტო აქტივობა, როგორც ასეთი ფიზკულტურის გაკვეთილების სახით არის აუცილებელი, მაგრამ შემდგომში უფრო განვითარება, გაძლიერება და ასეთ აქტივობებში ჩართვა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, ყოველდღიურ მათ ჯანსაღ განვითარებას და სხვათა შორის მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა თქვენი ეს მიდგომა, როდესაც შემოიტანეთ ინოვაციური მომენტი, თუნდაც ეს ძალიან კარგი ვებგვერდი, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ ნაწილები, თუნდაც ის რომ ამ ყველაფერს რეკლამირებას უკეთებთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ კი არ მოგწონს ჩვენი ბავშვები, რომ ძალიან ზედმეტად არიან მიჯაჭვული ამ ელექტრონულ გაჯეტებზე, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. ეს არის ის სივრცე, სადაც ისინი ყოველდღიურად არიან. ასე რომ იქ მიწოდებული ინფორმაცია და ამ მედიალ პლატფორმების გამოყენება მათი ინფორმირებულობისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ეს ინოვაციური მომენტი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ღირებული ნაწილია ამ პროექტის და კიდევ ერთი შენიშვნა მაქვს თქვენს პროექტთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, უფრო კარგი იქნება თუ ამ თქვენი აქტივობის შესახებ, თუნდაც დაგეგმილი ღონისძიებების ან დასაგეგმი ღონისძიებების შესახებ, უფრო ფართო რეკლამირება იყოს ტელევიზიების საშუალებით და მე ამას განვიხილავდი როგორც სოციალურ პროექტს და სოციალურ საჭიროებებს და აქედან გამომდინარე ამას ფინანსები არ ჭირდება, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობით სოციალური რეკლამა ტელევიზიებში არის უფასო და მე მოგიწოდეთ, რომ ეს შესაძლებლობა ფართოდ გამოიყენოთ იმისათვის, რომ ვიზრუნოთ უფრო და უფრო მეტი მოსწავლის, უფრო და უფრო მეტი ბიზნეს პარტნიორის, უფრო და უფრო მეტი დაწესებულების აქტიურად ჩართვაში აი ამ მართლაც და საშვილიშვილო და სამომავლო პროექტში, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესი და მათი ჯანმრთელობა. მადლობა ბატონ ლადო. შევაგროვოთ მე მგონი ხო კითხვები და მე ვუპასუხოთ. დიდი მადლობა, ოთარცდიდი მადლობა მოსენებისათვის შინაარსობრივ ნაწილში. გიორგი, დიდი მადლობა ინიციატივისათვის. შესანიშნავი ანალიზი გააკეთა ქალბატონმა მარიამმა და კარგად მოუყარა თავი სოციალური პროექტის ირგვლივ ქალბატონმა ეკამ. სპორტი. სპორტი ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის საკუთარი თავის დამკვიდრების გზაზე თვით ორგანიზებულობის უმაღლესი ხარისხი. ეს არის საკუთარ თავში არსებული რესურსების მოძიებისა და ამ რესურსების სწორი შეფასება, სელექცია და შემდეგ უკვე სხვა საფეხურზე ასვლა. აქ ჩვენ მე მგონი მსოფლიოში წარმოჩინებული ვართ, იმიტომ რომ იმდენად ღირსეული, ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს
სახელდებულნი, რომელიც საქართველოს ისტორიის საფუძვლებში არიან და დღეს დარბაზის ბევრია, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა არსებობისათვის, ამ ღვაწლისთვის და არა მარტო. სპორტი არის კიდევ ერთი გენიალური გზა ადამიანის დღეს ხომ ყველა ებრძვის ავტორიტეტებს. სპორტი არის ერთადერთი კიდე შემორჩენილი, სადაც ნამდვილ ავტორიტეტებს ღირსება შელახული არ აქვთ. კი არის ცდილობები, მაგრამ ვერ შელახეს. იმდენად კარგები არიან, იმდენად ერის სახელის წარმომჩენილი არიან ყველგან და განსაკუთრებით ჩვენთან. მერე ყველა დიდი სპორტსმენი ფასდება თავისი მამულიშვილური თვისებებით და აქვს ერთი გამოკერძო, ყველანი თავის ამღზდელებს ახსენებენ. ყველანი იმ საწყისეს უბრუნდებიან, რომელიც იმ ბმაში, იმ კრისტალიზაციაში თავის ტრადიციებთან ბმაში არიან და ვერ ამოაგდებ კალაპოტიდან. ეს არის დასანერგი, აი რაც გაბატონო ეკამ თქვა, სოციალური რეკლამირების კუთხით ეს უნდა იყოს წარმოჩინებული. მერე დიდი თავია ცხოვრების ჯანსაღი წესი. ან ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორივენაირად შეიძლება მიუდგე, ეს შეიძლება ჩვენ დემოგრაფიას წაეხმაროს ჯანმრთელობის კუთხით და ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით ყველაფერს. მათ შორის რეპროდუქციასაც ხას უსვამ სპორტს აქ დადებით. პოლიტიკური ნება გამოხატულია ჩვენ ქვეყანას ამას კარგად ჩანს, ძალიან კარგად, იმიტომ რომ მარტო გასულ წელს 1925 ოქროს მედალი ჰქონდა საქართველოს. ამხელა პატრა ქვეყანას მსოფლიოში. გუნდურებში ყველგან სადაც გამოვიდნენ, ყველგან თავი წარმოაჩინეს და სახელდებულნი არიან. თქვენ კარგად ახსენეთ, კაი ეს პროექტია სამაგალითო მისაბაძი მხარდასაჭერი ფინანსური უზრუნველყოფის კუთხითაც და რას თავარია? აქ სამი კომპონენტი შეიკრიბება უცილებლად. ვინ უნდა გაღზარდოს ეს ხალხი? მათზე პასუხისმგებლობა არის განათლებული სპეციალისტის შეყვანა სკოლაში და აკადემიებში. გამოცდილი და განათლებული. პირველი. მეორე, სრული ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ დღეს თუ ვამბობთ 21 საუკუნეს და მივდივართ აგერ ღმერთივით კაცი მიზის ღმერთზე, რომელიც იმ პერიოდში კიმბაში საბჭოთა კავშირი იყო გარკვეული მზაობა, მაგრამ მაინც საკუთარი ინიციატივები მეტი იყო ვიდრე ტექნიკური აღჭურვილობა და თავისი მეტი გაიტანეს. დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა შევუქმნათ პირობა, რომ ტექნიკურად იყვნენ აღჭურვილნი ინფრასტრუქტურაში. და მესამე დიდი კომპონენტი. ეხლა უკვე როგორც ექიმი ვლაპარაკობ. სპორტი არის დიდი გამოწვევა. თუ სპორტში ებმება ბავშვი, რომელიც სათანადოდ გამოკვლეული არ არის და მისი ფიზიოლოგიური შესაძლებლობები არ შეეცავება იმ სპორტულ დატვირთვას, ყველა ბავშვი უნდა ჩემპიონი გახდეს. ყველას უნდა ფეხბურთი თამაშოს იჭი, მაგრამ თუ მას არ მოსდგამს ეს და ამას არ ეყოლა კარგი მეტალყურე მონიტორინგი, გულსიზრათა სისტემა, ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა, ანთროპოლოგია, ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად წინაპლანზე წამოწეული ექიმის როლი და ადგილი. სპორტული მედიცინა თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთი წარჩინებული დარგია, ჩვენ საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტს გააჩნია ამისი ბაზა და კიდე გაგვაჩნია ყველა სკოლაში ექიმის ინსტიტუტი. რომელიც პედიატრის კუთხით, ანუ იმ ასაკში, სადაც თქვენ იწყებთ 12 წლიდან, პედიატრიული ასაკი არის და აქ მეტალყურეობა. აი ეს ჩართულობა იქნება კიდევ ერთი დაცვითი გარანტია იმ მომავალი სასელექციო ბავშვებისათვის, რომელიც მერე მაღალ საფეხურს იავლენ. და მე ბერჯერ გამიგია დიდებული მონაცემები აქვს, არასწორად დატვირთეს და ჩამოშორდა დიდ სპორტს. ამიტომ აქ უნდა კარგად გავაიაროთ ეს ორლესულზე, რომ ექიმის ინსტიტუტი, სამედიცინო სფეროს უზრუნველყოფა უნდა იყოს. და ერთი პატარა მოგზაურობა. სახალისების ინსტიტუტი აუცილებლად. გამარჯვებულები უნდა იყვნენ არა მარტო TikTok-ზე და იმაზე, და ეს კარგია დღეს სოციალური ქსელი ამას კარგად უზრუნველყოფს და კარგი პოპულარული ხდებიან. მაგრამ უნდა იყოს ძალიან დიდი მნიშვნელობით, აი მაგალითად 2086 სკოლა გვაქვს, ამდენი ჩემპიონები გვაქვს, ამხელა ისტორიული მარაგი გვაქვს. სკოლაში ამ სახელდებული სპორტსმენების მისვლა, მათთან შეხვედრები, მასიურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ამ ადამიანების ისტორიის გაცნობა, იმ ბავშვების სტიმულის მიცემა და ეს იქნება ერთი მთლიანი კომპლექტი, სადაც ჩვენ ვიქნებით როგორც მონოლითი შექმნილი სპორტისა და განათლების ირგვლივ. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. ქალბატონი ლიკა, შემდგომ ქალბატონი ტატა, ვადო ბოჟაძე და შემდგომ ბატონი გიორგი სოსიაშვილი.
მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც ახორციელებთ. თქვენ ახსენეთ, რომ გსურთ გასვლა 100,000 მოსწავლეზე, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მაინტერესებს, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი ხედვა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უფრო მეტი მოსწავლე დააინტერესოთ. ასევე მაინტერესებს გოგონების და ბიჭების ჩართულობა თუ არის დაბალანსებული და თუ არის გოგონები, ან ბევრი გოგონა დაინტერესებული აღნიშნული პროექტით და ასევე მაინტერესებს როგორ ხდება სპორტის პარალელურად სხვა უნარების მაგალითად ლიდერობა, გუნდურობა, განვითარება და რაც ასევე თქვენს ხედვაშია ნახსენებ. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ ტატა. მოგესალმებით, ბატონო ოთარ, დიდი მადლობა. ძალიან კარგი ინიციატივაა, ძალიან კარგი პროექტია, მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენს ქვეყანაში სპორტის პოპულარიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, რომ არის ჩვენს ქვეყანაში მზარდი პრობლემა ნარკომანიისა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ამ ხრივ ძალისხმევა გამოხატული და გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ თუ არ გავა, რომ ახალგაზრდებში ლეტალური დასასრულით არ იყოს შემთხვევები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პროექტი და მისასალმებელია და თქვენი ძალისხმევაც დასაფასებელია, რომ ესე ზრუნავთ და ესე ფიქრობთ, რომ უფრო გააუმჯობესოთ და პოპულარიზება მოახდინოს თქვენი პროექტის. მე მექნება შეკითხვა სახეობებთან დაკავშირებით, თქვენ თქვით, რომ 25 სახეობა არის, როგორ მოხდა ამ სახეობების შერჩევა, ანუ ეფუძნება ეს რაიმე გამოკითხვას წინასწარს, ყოველწლიურად ახდენთ ამ გამოკითხვას, ან კვლევას აკეთებთ რაიმეს და შემდეგ ამაზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, თუ კონსულტაციებით ახდენთ ამ გადაწყვეტილებების მიღებას, ამ მიმართულებით თუ შეიძლება უფრო დეტალურად რო გვესაუბროთ. მადლობა. დიდი მადლობა ბატონი ლადო ბოჟაძე. მადლობა ქალბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მადლობა ბატონ ოთარს მის გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი საქმეების კეთებისთვის. და ერთი შეკითხვა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება, ასე ვთქვათ, აი ჩვენი გამარჯვებული სპორტსმენების სახეობების მიხედვით, თუ მიდიან ევროპის ჩემპიონატზე, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, აი ეს კომუნიკაცია როგორ გვაქვს აწყობილი და ასევე ურთიერთობა ჩვენს ფედერაციებთან, ყველა ფედერაციასთან გაქვთ თუ არა შესაბამისი კომუნიკაცია და რამდენად არის თავად ფედერაციების ინტერესი, რომ თავიანთი მოქმედი სპორტსმენებით ჩართონ სასკოლო ლიგაში და ასე ვთქვათ, ხარისხი აუმაღლოთ მათ შორის მოსწავლეებსაც და თავადაც ფედერაციები თუ ხედავენ თქვენთან თანამშრომლობაში პერსპექტივას და ამ რესურსის გამოყენებას, რასაც ქვია თქვენი ხაზით და ბანონი კოტეს ფედერაციის ხაზით ევროპის თუ მსოფლიო თამაშებში მონაწილეობის მიღება, რამდენად არიან აქტიურები ფედერაციები. მადლობა. დიდი მადლობა ბატონი გიორგი. მოგესალმებით კოლეგებო, მინდა მეც მადლობა გადაუხადო ბატონ ოთარს წარმოდგენილი შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის. არ შეიძლება არ დავეთანხმო ქალბატონ მარიამ ლაშს, რომელიც ბრძანა რომ ერთადერთი გზა, რომელიც აი ამ ვირტუალურ თამაშებზე მიჯაჭული ახალგაზრდების აი ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას შეძლებს, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ასეთი შეთავაზებები, იმიტომ რომ ერის ფიზიკური გაჯანსაღების ერთადერთი გზა არის სწორედ ეს გზა, რომელზეც თქვენ ბრძანებდით და რომელზეც ყველა ვთანხმდებით აბსოლუტურად. მე მაქვს კითხვაც და ერთგვარი ხედვაც. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, როგორია რეგიონებიდან ჩართულობა ახალგაზრდების, რამდენად აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა რეგიონის და მუნიციპალიტეტის რაიონის სკოლები და ახალგაზრდები და მეორე ეს არის ხედვა როგორია თქვენი იმისა, რომ თითოეულ სოფელში უნდა არსებობდეს სპორტული წრეები. დამეთანხმებით, რომ ბევრი სოფელი შედარებით დაშორებულია და მე მაგალითად ვსმენია, როდესაც ვქონია შეხვედრები მოსახლეობასთან, რომ აი უნდათ რომ თავიანთი შვილები ატარონ, მაგრამ რაღაცა ხან ტრანსპორტირების პრობლემა დგას და აი ამ კუთხით ხო არ გეგმავთ რომ რაღაცა პროგრამაში იქნებ ჩაშენდეს ტრანსპორტირების კომპონენტი ან მათთვის რაღაც გარკვეული ხელშეწყობა და ეს ასევე ეხება ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ და მე როგორც იქ ცხოვრები ადამიანი, აი მათ პოზიციას ვახმოვანებ. იქნება მომავალში ამაზე უფრო მეტი ყურადღება გავგეკეთებინა. დიდი მადლობა. მადლობა ამ კითხვისათვის, ბატონ გიორგი ჩაკვეტაძე და ბატონი იმედა.
დიდი მადლობა ყველას მოგესალმებით. მე მინდა რომ მადლობა გითხრათ წარმოდგენილი პროექტისთვის, ასევე დღევანდელ განხილვას ესწრება თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ბატონი შალვა სუთიაშვილი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი და მის მიერ მოპოვებული გამარჯვებები თითოეული ჩვენგანისთვის წლების მანძილზე იყო დიდი სიხარულის მომტანი. მინდა რომ მადლობა უთხრა თბილისის საკრებულოს ამ პროექტის დაწყებისთვის, მისი გაგრძელებისთვის, ის რომ დღევანდელ დღემდე მოვიდა მართლაც მნიშვნელოვანი არის, ასევე კონკრეტულად განათლების კომიტეტის კუთხიდან ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ როგორც მაქსიმალურად ჩვენი მხრიდან რაც იქნება საჭირო კოორდინაციის კუთხით ამ ყველაფერს უზრუნველყოფთ ის რომ როგორც აღნიშნეს კოლეგებმა მაქსიმალური ჩართულობა იყოს როგორც საჯარო ისე სკოლების მხრიდან და ასევე სამინისტროს კონდეს კიდევ უფრო მეტი აქტიური როლი ამ პროცესებში მიუხედავად იმისა და თან განსაკუთრებით მაშინ როდესაც სპორტის სამინისტროს მხრიდან ეს ყველაფერი არის მაქსიმალურად მხარდაჭერილი და როგორც ვიცი სულ რამდენიმე კვირის უკან ერთ-ერთი ორგანიზაცია რომელიც ამ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა სპორტულ ფედერაციად იქნა აღიარებული სპორტის სამინისტროს მხრიდან რაც როგორც მასობრივი ისე პროფესიული სპორტის განვითარების კუთხით არის ნამდვილად აღსანიშნავი მე მინდა რომ ამ პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს უთხრა დიდი მადლობა იმისთვის რომ დღევანდელ დღემდე მოვიდა ეს პროექტი და აქტიურად რაც კი ჩვენზეა დამოკიდებული მაქსიმალურად ვეცდებით რომ ამ პროცესების კოორდინაციაში განვითარებაში არაერთი ძალიან საინტერესო იდეა იქნა წარმოდგენილი ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შევიტანოთ მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და კიდევ უფრო მეტი მონაწილე სასკოლო ლიგის რაც ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილია მადლობა დიდი მადლობა ბატონი იმედა მოგესალმებით ძალიან კარგი წამოწყება არის და თანაავტორებს და ყველა ორგანიზატორს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო თითქმის კოლეგებმა ის კითხვები დასვეს რაც მქონდა მონიშნული მაგრამ უფრო დაზუსტებას გავაკეთებდი აი მაგალითად განსაკუთრებით გვაინტერესებს სოფლის სკოლების თანამონაწილეობა და რატომ ძირითადად ქალაქში მოგეხსენებათ სხვადასხვა სპორტული წრეების ნაკლებობა დღეს არც დიდ ქალაქში არ არის და არც პატარა მუნიციპალიტეტებში არ ხდება ასეთი პრობლემა, მაგრამ ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ნაწილზე ამას თუ ამ აქცენტებს თუ გავაკეთებდით, მაშინ შევხედავდით რომ ძალიან უჭირთ სოფლის განსაკუთრებით მაღალმთიანი ზონებიდან ბავშვების სხვადასხვა წრეებზე ტარება და განსაკუთრებით როდესაც ესეთი ღონისძიებებით შევალთ და ერთგვარად მასპინძელს გავხდით სოფლის ამ სკოლებს ჩვენ ბუნებრივია მეტი мотиваცია იქნება და თუ ნიჭიერებაზეა საუბარი და ზოგადად კარგი ასე რომ ვთქვათ ანატომიის ბავშვებზეა საუბარი ვფიქრობ აი ზუსტად მაღალმთიან რეგიონებში ხდება ჩვენ და ესეც სოფლებში ხდება დამეთანხმებით კოლეგებო ასევე მინდა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა მცდელობები გქონდა და რა სტატისტიკა გვაქვს ამ ნაწილში და ამაზე რაც შეიძლება მეტად კონკრეტულად რო გვიპასუხოთ და სამომავლოდ რას გეგმავთ და კიდევ ახლა სოციალური პასუხისმგებლობაზე და ზოგადად სპორტი და პასუხისმგებლობაზე იყო აქცენტები გაკეთებული და მესმის პასუხისმგებლობა არის და ბავშვებსაც მეტნაკლებად გათვითცნობიერებული აქვს მაგრამ ყველაზე მეტად სასწავლო პროცესში ბავშვი ბედნიერად გრძნობს სპორტული აქტივობის დროს ხო ამას ხო არ ვდავობთ არც ჩვენ კოლეგები არც ექსპერტები და ბუნებრივია არც მშობლები. ეს პროპორციები, სადაც ბავშვის გონებრივი დატვირთვა და ფიზიოლოგიური დატვირთვა თუ სწორად არის განაწილებული მარგი ქმედების კოეფიციენტები და ათვისების უნარი როგორც განათლების მიღების ნაწილში და სპორტულ აქტივობებში ბუნებრივია უფრო კარგად გამოიხატება ბავშვის შემთხვევაში და მისი ათვისების ნაწილში და მაინტერესებს აი მხიარული სტარტები ასეთი თამაშები რომელიც აერთიანებს თითქმის რამოდენიმე შეიძლება ერთათეულ და ორათეულ სპორტულ სახეობებს. ასეთი ტიპის თამაშობების, ასე რომ ვთქვათ, აქტივობა რამდენად მაღალია, თქვენი პროგრამა ითვალისწინებს ამას თუ არა და სამომავლოდ რას გეგმავთ? დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო შოთა. დიდი მადლობა. ბატონო თარ დიდი მადლობა. ნამდვილად საინტერესო მოხსენება გააკეთეთ. მე მინდა ბატონ გიორგის შევერთე და მივესალმო ბატონ შალვა სუთიაშვილს, რომელიც თავის მოღვაწეობის პერიოდში, სპორტული მოღვაწეობის პერიოდში არაერთი სიხარული მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ხელმძღვანელობს ქალაქის საკრებულოში მნიშვნელოვან სფეროს, კომისიას, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს.
და ძალიან კარგია რომ ეს ინიციატივა წამოვიდა საკრებულოდან. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვიმჯელია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტში ჩართულობა. სპორტში ჩართულობა არის ერთ-ერთი ყველაზე რომ იტყვიან საფუძველი და საძირკველი დიდ სპორტში ჯერ ერთი და მეორე კიდე ჯანმრთელობის კუთხით ყველას მოგეხსენებათ რომ რამდენად დიდი დატვირთვა აქვს სპორტს. აქ ძალიან კარგი ანალიზი მოვისმინეთ ქალბატონ ნეკასგან, ბატონ ლადოსგან, ქალბატონ მარიამისგან. ფაქტიურად აი ჩვენ სპორტის კომიტეტი როცა ტარდება ჭირდება ზუსტად აი ასეთი შეფასებები, მნიშვნელოვანია ასეთი შეფასებები და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. ეხლა ეს საკითხი აი სკოლებში ყოველ ჩვენ არაერთხელ გვიმჯელია ამ საკითხზე და სკოლებში სპორტის შესვლა და სპორტის დომინირება მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩვენი მომავალთაობის ძალიან დიდი კონცენტრაცია ხდება სკოლებში და გვინდა მე მომეწონა რომ ბატონმა უთარმა თქვა რომ ჩვენ ვაგზავნით ლიდერებს რომელმაც უნდა ისწავლონ იქ და ესენი გვჭირდება საერთოდ ლიდერებია ის ადამიანები რომლებიც აყვარებენ სპორტს ბავშვებს მომავალთაობას. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აი ამ კუთხით მუშაობისთვის იგივე ფედერაციას მინდა უთხრა მადლობა რამდენჯერმე ჩვენ კომიტეტზე მოვისმინეთ ფედერაციის მუშაობაც და დღესაც ნაყოფიერი ის მოვისმინეთ რა აქედან გამომდინარე ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი გიფიქრიათ თუ არა იგივე აი საკრებულოდან ბატონო თვითონ ფედერაციას გიფიქრიათ თუ არა იმასთან დაკავშირებით რომ სპორტი სკოლაში გავხადოთ სავალდებულო როგორ ეს გამოცდილი მეთოდიც არის და ისე განვითარებად ქვეყნებში და თუნდაც იგივე აი ჩინეთი ახლა განვითარებულიც არის და ნუ ეს სახელმწიფოა იქ ზუსტად ეს საკითხი სკოლაში ბავშვი რომ იყავს მშობელს პირველი კომპონენტი არის ის რომ ბავშვი უნდა დადიოს რომელიღაცა სექციაზე აი ამაზე ეს არის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იგივე განათლების სისტემაში ეს უნდა რაღაცნაირად დარეგულირდეს ეს და ძალიან კარგი იქნება როდესაც უკვე ბავშვმა იცის რომ და მშობელმაც იცის რომ ბავშვი რომ მიდის უკვე 6 წლის სკოლაში პატარა აქტივობები ქონდეს გაკეთებული და რომელიღაცა სპორტის სახეობაში ღებულობდეს მონაწილეობას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აი ამაზე გიფიქრიათ თუ არა და ამაზე სამუშაო მე ვფიქრობ ეს იქნება საუკეთესო დიდი მადლობა დიდი პატივისცემით ბატონშო და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ და ამ ეტაპზე როგორც არის ანუ კურიკულუმში სპორტი ერთ-ერთ აუცილებელ საგნად კი არის შესული მაგრამ ალბათ უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ მის ეფექტიან აღსრულებაზე იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ფაქტი არის ის ხანდახან სპორტის გაკვეთილი საერთოდ არც ტარდება ხოლმე ზოგან და ამიტომ უფრო მეტად ალბათ თვითონ უშუალოდ ამ გაკეთება შესაძლებელია. სადაც უკვე მულტიფუნქციური სპორტული დარბაზები შენდება. ძალიან ბევრი მიმართულებით შეუძლია სპორტის სახეობებში ჩაერთონ ახალგაზრდები და ბავშვები მით უმეტეს ბავშვებს შეუძლია რომ და სკოლებში მით უმეტეს ეს იქნება ყველაზე ძალიან კარგი ხელშესახები თუ ეცოდინება, რა თქმა უნდა, ახლა თუ ბავშვი არის ჯანმრთელი და რამეს უნდა იყოს რომელიღაცა სპორტის სექციაზე დადიოდეს. გეთანხმებით. კი ბატონო, ერთი კითხვაც არის სტუმარი არის ბატონი გიორგი დვალი, ვთხოვთ მას და აპარატიდანაც თუ არის რაიმე შეკითხვა და შემდგომ უკვე შეგვიძლია რომ ჩვენი კითხვა გვაქვს და შევაჯამოთ კიდევაც და გადავიდეთ პასუხებზეც. მადლობა პირველ რიგში შესაძლებლობისთვის რომ დღეს დღევანდელი კომიტეტის ხდომას ვესწრები. გიორგი დვალი, აბიტურიენტი, სკოლის მოსწავლე. დღეს ბევრჯერ აღინიშნა სპორტის მნიშვნელობა სკოლებში და სპორტის მნიშვნელობა ახალგაზრდა თაობის განვითარებაში, რასაც ეჭვი არავის ეპარება, ეჭვი ნამდვილად შესატანი არის, რადგან ფიზიკური მხნეობა, ფიზიკური აქტივობა პირდაპირ ბმაშია სულიერ და მენტალურ განვითარებასთანაც. მაგრამ ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში თუ რამდენად ხდება კოორდინაცია იმისა და იმის დადგენა თუ რამდენად ხდება სწავლაზე მეტად პრიორიტეტული სპორტულ აქტივობებში ჩართვა მე ისმის ძალიან საინტერესოა და мотиваციის თვალსაზრისით ძალიან წინ წევს ბავშვის და ახალგაზრდის ფიზიკური
მონაცემების და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებას, მაგრამ რამდენად არის ახლა იმის გადამოწმება, რამდენად ხდება თუ აისახება თუ არა ეს ბავშვის უშუალო განათლების და სკოლაში მისაღები განათლების და განვითარების შედეგებზე ასე აქტიურად ჩართულობა სპორტულ აქტივობებში. მადლობა. გასაგებია, კარგით, ბატონ ვიქტორსაც აქვს კითხვა. კი ბატონო, მადლობა კოლეგებო კითხვებისთვის და მე თუ დიდი ბოდიშის მოხდით, მეგონი ის ვერ მოვისმინე, კარგად, თქვენ ახსენეთ, რომ დაგეგმასთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები, ანუ შემდეგი სეზონის დაგეგმასთან დაკავშირებით უსწორად გავიკეთეთ. ნახეთ, მე ვახსენე, რომ წინასწარ რაღაც ინფორმაციები არა გვაქვს ბიუროკრატიული და მათ შორის დაფინანსების კუთხით, ანუ არა გვაქვს იმდენად ადრე, რომ სწორად დაიგეგმოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, იმ დაგეგმილს ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვასრულებთ, მაგრამ ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის. უფრო მეტად კონცენტრირებულები ვიქნებით სწორად დაგეგმაზე და სწორად შესრულებაზე, რაც სისტემას უფრო კარგად აამუშავებს. თუ ეს პრობლემა მოგვარდა. გასაგებია. ჩემ კითხვას რაც შეეხება ჩვენ სპორტის ფედერაციის გეროლ დივანი გვესწრება და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ანგარიშია ფედერაციის და იქაც გავაჟღერეთ ეს კითხვა და ერთის მხრივ შესაძლებლობაც არის დღეს თქვენც იგივე კითხვით მოგმართოთ. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დარწმუნებულია ყველა ძალიან სიდი სიამოვნებით ადევნებდა თვალყურს ბატონმა იმედამ ახსენა ხიარული სტარტები და ამასთან დაკავშირებით გვაინტერესებს თუ თქვენ 50-მდე ტურნირს ატარებთ წლის განმავლობაში აღნიშნეთ და რა თქმა უნდა ამის გაშუქებაც ერთ-ერთი კომპონენტია ხო პოპულარიზაციის და ყველა ძალიან მოგვენატრა ერთის მხრივ ეს ხიარული სტარტები და უშუალოდ ფედერაციასთან როგორი კოორდინაცია გაქვთ, როგორი თანამშრომლობა გაქვთ და ამ საკითხთან დაკავშირებით თუ გქონიათ რამე წინსვლა თუ არის ბატონო გოსატია თქვენს რო გითხრათ რომ ვიცოდეთ რა ეტაპზე არის ეს საკითხი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობა. ესე იგი კითხვების რაოდენობიდან ჩანს როგორი აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თქვენის ნებართვით მე მეგონა რომ გაჟღერდებოდა ეს საკითხი, მეც პატარა კითხვას დავამატებ და მე უკვე მოგიწევთ ტრიბუნასთან საპასუხოდ. ინკლუზიურობის ნაწილი მინდოდა მეკითხა, ამ კუთხითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება და ზოგადად არაჩვეულებრივი პარალიმპიელები გვყავს, რომლებმაც ასახელეს ჩვენი ქვეყანა და ამ კუთხით რამდენად არის ინკლუზიურობის კომპონენტი გათვალისწინებული და ის უნიკალური შესაძლებლობები ზოგ შემთხვევაში გათვალისწინებული თქვენს ინიციატივაში და გთხოვთ რომ ასევე მოხვიდეთ შესვენება ხომ არ გნებავთ თუ პირდაპირ ვაპასუხებთ? კი ბატონო, მაშინ გთხოვთ რომ ტრიბუნასთან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო შეკითხვებისთვის და შეფასებებისთვის. ვეცდები ყველა კითხვა მოვინიშნე და ყველა კითხვას პასუხი გავცე. ქალბატონ ნეკას მინდა მადლობა გადაუხადო რჩევისთვის, რომელიც მოგვეცით თქვენ რაც ეხება სოციალურ რეკლამას ტელევიზიით და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. ეს მართლა მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო და მაგ კუთხით აუცილებლად ვიმუშავებთ და შემდეგი სეზონიდან ვფიქრობთ წარმატებით განვახორციელებთ კიდევაც. თქვენ იკითხეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართულობასთან დაკავშირებით. ნახეთ ეს პროგრამა, ანუ ეს პროექტი, რომელიც არის ამავე დროს პროგრამა პრაქტიკულად, არ არის მარტივი განსახორციელებელი ერთბაშად. ამიტომაც არის განვითარების გეგმა შექმნილი და ამ განვითარების გეგმის საფუძველზე იქნება მოცვა, ანუ როდესაც დავასრულებთ, მოვიცავ მთელ საქართველოს მაგაზე არის საუბარი აქ. არა მხოლოდ მარტო ფინანსური რესურსის გამო, ან ინფრასტრუქტურული რესურსის გამო. მართვა არის, ამას ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს, არ არის მარტივი დასაორგანიზებელი და ის ლიდერებსა და ორგანიზატორებზე რაზეც ვისაუბრეთ, ესეთ გაწერილია, რომ აი ეს კომპონენტიც ჩვენ უზრუნველყოთ და მოხდეს უკვე ყველგან შესაბამისად ჩატარება. ტექნიკურად, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა ადგილობრივ თემებში უფრო ხშირ შემთხვევაში უწევთ მერე საჯარო მოხელეებს ჩართულობა ორგანიზების ნაწილში, რაც ვფიქრობ, მაღალი ხარისხის ღონისძიებების მართვაში არ არის სწორი და არ არის სწორი პრაქტიკა. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მოცვას, მე თავიდანვე მოგახსენეთ, ახლა კიდევ ერთხელ
გეტყვით, რომ ეს პროექტი უკვე 3 წელია სასკოლო ფედერაციის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო ფედერაციის კოორდინაციით და ეგიდით გახორციელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ძალიან ბევრი წლები არის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო ფედერაცია ახორციელებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას. ეს თვისობრივად განსხვავებული პროექტია იმასთან შედარებით და ასე ვთქვათ, ხდება თანდათანობით ამ ყველაფრის შევსება ამ პროგრამის მიხედვით. აი ამ პროექტის შესახებ ასევე მხიარულ სტარტებზე იყო შეკითხვა და ბარემ ამასაც გავცემ პასუხს. მხიარული სტარტები, რომელიც რა თქმა უნდა ყველას ძალიან მოგვიანეტრა მისი სატელევიზიო ვერსია, თუმცა ის არსებობს და სასკოლო ფედერაცია მას წარმატებით ახორციელებს უკვე წლები არის და ამასთან დაკავშირებით ისევე როგორც ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბატონი კოტე მოგახსენებთ უფრო მეტ დეტალს. ეხლა რაც შეეხება ბავშვების ჩართულობა, იძულებითი, ან ასე ვთქვათ, სავალდებულო, უბრალოდ ეს უფრო კარგი სიტყვა იქნება, ეს შეკითხვა რამდენიმე ჯერ ვთქვათ დაისვა. ამ ნაწილში ჩვენ სასკოლო ლიგას, რაც შეუძლია ამ პროგრამას და ამ პროექტს, მისი პარტნიორების მხარდაჭერით ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში ეს არის გარკვეული თუნდაც მინიმალური ნორმატივების დადგენა. ეს ნორმატივები არის გამოცდილი საერთაშორისო დონეზე, რამდენადაც ვიცი საბჭოთა კავშირის დროს საქართველოშიც იყო ნორმატივების პრაქტიკა. ახლა ევროპულ ქვეყნებში და იმ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ჩინეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რა თქმა უნდა, არსებობს ნორმატივების სისტემა. ეს ბატონო მე გულისხმობ სკოლის მოსწავლეების ნორმატივებს. სკოლის მოსწავლეები აბარებენ ნორმატივებს. ზოგან ეს არის უფრო ფართოდ, ზოგან არის უფრო, ასე ვთქვათ, ელემენტარულ დონეზე, ან მაგალითად 100 მეტრიანი კროსი, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არის ქვეყნები, სადაც პნევმატური იარაღის სროლაშიც ტარდება ნორმატივები და ეს ნორმატივები ყველგან არის წამახალისებელი, ან მოსწავლე თუ გარკვეულ რაღაცა ის ქულებია, სისტემაა სპეციალური მოფიქრებული და ქულების მიხედვით თუ ამ ქულებს დააგროვებ, რაღაც უპირატესობები გაქვს და ხელშეწყობა გაქვს კიდევ უფრო მეტი. ასე რომ აი ეს კომპონენტი შეიძლება სასკოლო ლიგაში იქნას ჩადებული, განვითარებული. ბატონ შალვას უთიაშელთან ჩვენ ამის შესახებ ქონდა უკვე საუბარი და შეიძლება აი როგორც თვითონ პროექტი სატესტო თბილისიდან დაიწყო, ასევე შეიძლება ერთ-ერთი თქვათ თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაგალითზე მოხდეს სატესტო ნორმატივების ჩაშვება თუნდაც ელემენტარულ სახეობებში და მცირე დოზით თავიდან და შემდეგ ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი ეფექტი ექნება. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით სახელმწიფოს ინფრასტრუქტურასაც გამოვიყენებს და როგორც მოგახსენეთ ასევე კერძო ინფრასტრუქტურასაც. ბატონმა ლოდომ დასვა შეკითხვა მნიშვნელობა ხაზი გაუსვა სპორტის მასწავლებლების მნიშვნელობას. ეს პროექტი როგორც მოგახსენეთ გამომდინარე იქიდან რომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტუალურია, განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულად ხაზს უსვავს, ესე იგი სპორტის მასწავლებლების ჩართულობას და მათ მნიშვნელობას ზოგადად ბავშვების სპორტულად აღზრდის ცხოვრებაში. ასე რომ ამ სასკოლო ლიგის ფარგლებში, რასაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ხდება მათი სისტემატური წახალისება სხვადასხვა საჩუქრებით, ასევე დაჯილდოების ღონისძიებებზე მოწვეულები იყვნენ და აჯილდოებს და აჯილდოებს საკრებულო და სხვადასხვა უწყება და პლუს მაგას იღებენ რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას. აი ჩვენი მხრიდან შეიძლება ეს განვაცხადოთ მასწავლებლებთან დაკავშირებით და რასაკვირველია ესეთ ტურნირები მათ პროფესიულ ზრდას კიდევ უფრო ხელშეუწყობს. ამ კუთხით ბატონ შალვას აქვს კიდე თავის შეხედულებები და ამასაც მუშაობთ, შეიძლება ეს სასკოლო ლიგის ფარგლებში გამოვიყენოთ, რაც ეხება სპორტის მასწავლებლების გადამზადების საკითხს და რა საშუალებები შეიძლება იყოს. თვითონ სასკოლო ლიგა შეიძლება და არის უკვე გამოყენებული როგორც პრაქტიკის მიღების და სპორტული ცხოვრების წესით დაკავების, ესე იგი პლატფორმა, ძალიან აქტიური. ინფრასტრუქტურა ნაწილს ზებრძანა ბატონ ლადომ, ინფრასტრუქტურა თქვენ ისით რომ თბილისში უკვე 2 მულტიფუნქციური ცენტრია, მას აქტიურად ვიყენებთ, ჩვენ როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენი ესე იგი მხარდაჭერები მაქსიმალურად ხარს
დაგვიჭერენ მომავალშიც და იქ სტადიონებს გაგვიკეთებენ, მათ შორის რეგიონებშიც, რომელიც კომერციული დანიშნულების იქნება, მაგრამ სასკოლო ლიგას მოემსახურება და ამის გარდა რეგიონში რაც მიმდინარეობს, ბევრი სპორტული ობიექტის ესე იგი მშენებლობა მიმდინარეობს და მათი გამოყენების საშუალება გვეძლევა, რა თქმა უნდა, თუმცა იდეალური იქნებოდა სასკოლო სპორტისთვის ზოგადად და სასაჯიბრო სისტემისთვის პატარა შემჭიდროვებულ ზონებში ოლიმპიური სოფელივით რაღაც გაკეთება, რა თქმა უნდა. თუმცა ეხლა რაც არის, ესეც ეფექტურად გამოიყენება სამედიცინო ესე იგი სამედიცინო ცნობა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ჩვენ სასკოლო ლიგის ფარგლებში ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაციაზე გადაგვაქვს, მათი ხელმოწერით და მათი პასუხისმგებლობით ხდება ბავშვების ჩართულობა, რომლებმაც შესაბამის სკოლებში პედიატრის თქვათ კონსულტაციები უნდა გაიარონ, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება კიდე რამე დამატებითი ინსტრუმენტის ჩადება, რომ ამის მონიტორინგი უფრო მეტად მოხდეს, თქვათ, თუნდაც ორგანიზატორების მხრიდან. წახალისების ინსტიტუტი, როგორც ბავშვების, ასევე ესე იგი სპორტის მასწავლებლების ძალიან ბევრი საჩუქარი გვაქვს. გარდა მედლების, სუვენირების, თასების, პლაკატების და შემდეგ ფასიანი საჩუქრები ძალიან ბევრი გვაქვს. ბევრი პარტნიორი გვყავს ორგანიზაცია, სპორტული ბრენდები, სხვადასხვა ფასტ-ფუდ რესტორნები და ამ შემდეგ ტექნიკის მაღაზიები და ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალიან ბევრი მონაწილე არის და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამარჯვებულიც კი ძალიან ბევრია. სხვადასხვა სახეობაში და ნომინაციებში გამარჯვებული, ჩვენ არც ერთ გამარჯვებულს და ნომინაციაში გამარჯვებულს უსაჩუქროდ არ ტოვებთ. ასევე ჩადებული არის კომპონენტი მასწავლებლების წახალისების, მათ შორის აი ამ საჩუქრებით, თუმცა ამ ნაწილში შეიძლება განსხვავებული პრაქტიკის დანერგვა და თუ ეს შეიძლება თქვათ ამაზე ამის განხილვა, მათ შორის განათლების ადმინისტრაციის კუთხით, რომ მასწავლებლები, რომლებიც ჩართულები არიან სასკოლო ლიგაში აქტიურად და თქვათ, ბევრი სახეობით არიან წარმოდგენილი და ასეთები ძალიან ბევრია, მათი წახალისება მოხდეს კიდე დამატებით სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც სიგელით ან რაღაც ფორმა მოიძებნოს, ამ კონკრეტულ ფორმატს ჩვენ ნაფიქრი გვაქვს, თუმცა ამ შემთხვევაში ხა არ გავაჟღერებ ამას, მე უკვე სამუშაო შეხვედრის დროს, ანუ ეს კომპონენტი შეიძლება ჩაიდოს, რა თქმა უნდა, ამის გარდა საუბარი იყო გამორჩეული და ჩვენი პატივსაცემი სპორტსმენების ჩართულობის თემაზე, რომელთაც რა თქმა უნდა უდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას და მადლობას გადავუხდი აი ყველა წუთისთვის, რაც ქართული სპორტის გულშემატკივრისთვის გიჩუქნიათ, აქ მყოფთ და ყველას დანარჩენს და ამ მიმართულებით საკრებულოს ბატონი გიორგი ჩაკვეტაძეს მოღვაწეობის დროს ჰქონდა უკვე პროგრამა, როდესაც სპორტის სულის სამყაროს იგივე დევიზი აქვს სასკოლო ლიგას, როდესაც ხდებოდა სკოლებში წარმატებული სპორტსმენებისთან ერთად მისვლა, გაცნობა მათ შორის სასკოლო ლიგის სხვა პროექტებისა და ეს სპორტის მნიშვნელობაზე საუბარი და ეს პროგრამა ახლა ბატონი შალვა სუთიაშვილის ხელმძღვანელობით გრძელდება და გაგრძელდება და კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული, თქვათ, თბილისის სკოლები ამაში. ასევე შესაძლებელია იგივე პრაქტიკის დანერგვა, თუმცა რეგიონებშიც. შემდეგი შეკითხვა იყო 100,000 ბავშვამდე როგორ უნდა მივიდეთ. რა თქმა უნდა, გეგმაში ეს წარმოდგენილია, როგორც მოგახსენეთ, არის 3 ასაკობრივი კატეგორია, 12 წლამდე, 15 წლამდე და 18 წლამდე სასკოლო ლიგა, სადაც რომელ კატეგორიებში შეიძლება იყოს ჩართული, არსებობს კონკრეტული გეგმა რეგიონების და სპორტის სახეობების დამატების ეტაპობრივად, ეს რა თქმა უნდა არ არის ესე მკაცრად განსაზღვრული, რა თქმა უნდა ის იცვლება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ესე ეტაპობრივად ვახერხებთ მონაწილეების დამატებას, წეგანაც აღნიშნე იგივე ეს გავიმეორებ 100,000-ზე მეტი არის ჩართული ზოგადად სასკოლო სპორტში ოლიმპიადას თუ ვიგულისხმებთ, ბატონი კოტე მოგახსენებთ მაგას. მაგრამ ეს არის განსხვავებული მეთოდოლოგიის სასაჯიბრო სისტემა, რომელიც მთელი წელი უნდა გაგრძელდეს, რომელსაც ძალიან ბევრი მარკეტინგული კომპონენტი აქვს, რომელიც
მარტივიანით რომ გითხრათ, შედარებით ზვირიჯდება და პლუს ამას შედარებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს ორგანიზების თვალსაზრისით და საჭიროა ბევრი ლიდერი და ორგანიზატორი, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი შექმნას. ერთბაშად რთულია, ეტაპობრივად მივუყვებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 100,000 მინიმუმ მივაღწევთ. რაც იქნება, როგორც მოგახსენეთ, 33-35%. გოგონების და ვაჟების ჩართულობის ბალანსი, სამწუხაროდ არ არის თლად გენდერული ბალანსი დაცული, ალბათ 70-30 იქნება, შეიძლება უფრო უკეთესი მაჩვენებელი იყოს გოგონების სასარგებლოდ. ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენ და ყველა შემდეგი სახეობა, რაც ჩვენ გვინდა ხა დავამატოთ განსაკუთრებულად სახალისო სახეობები, სადაც გოგონების მობილიზება უფრო ადვილი იქნება და მათთვის мотиваციის მიცემა რო ჩაერთონ. სწორად მინდა გადმოგცეთ, რომ ეს პროცესი არ იყო მარტივი, იყო რთული და ჩვენ გარკვეული აქ ბევრი შეკითხვა იყო ესეთი, რომელიც განვითარების გეგმაში არის გაწერილი. გარკვეული საკითხებით ჩვენ უბრალოდ თავიდან დავიწყეთ მარტივი საკითხების მოგვარება, რომ ყველაფერი ერთდროულად და რთულად არ გადაგვეწყვიტა. ასე რომ მათ შორის ეს კომპონენტიც, მათ შორის ინკლუზიურობის კომპონენტიც ჩადებულია, თუმცა ყველაფერს რასაც ძალისხმევა დამატებითი სჭირდება, ვფიქრობთ, რომ აი ესე ეტაპობრივად დავამატოთ. ლიდერობის, გუნდურობის შესახებ იყო საუბარი, როგორ ვითარდება თვითონ სასკოლო ლიგა, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერაქცია გვაქვს ჩვენ ფაქტიურად ეს დიდი ოჯახია, ადმინისტრაცია, კოორდინატორი ასევე ორგანიზატორები პირადად იცნობენ ყველა მონაწილეს და მათ შორის არის ძალიან ისეთი თბილი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, კონფლიქტური სიტუაციები პრაქტიკულად ამ 7 წლის განმავლობაში პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ არ ხონია ძალიან უნიშნელო სტუჩათვლით, რაც ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩემი აზრით და ეს თითოეულ ატმოსფერო განსაზღვრავს იმას, დევიზიც ესეთი აქვს, როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს და ეს ბავშვები ახლა ვინც ჩვენ ჩართულები ვართ და იქ თვითონ ასე ვთქვათ ადგილზე ვართ, ვამშნევთ დღე და წლიდან წლამდე როგორ იცვლება მათი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ და რამდენად უფრო პასუხისმგებლებიანი ხდებიან არა მარტო რა თქმა უნდა სპორტის კუთხით ზოგადად. ამავე დროს ჩვენ პრაქტიკა გვაქვს და ალბათ 10 მაინც იქნება სასკოლო ლიგელი ჩართული ორგანიზებაში და ეს თავისთავად კიდე ახალისებთ მათ და ვინც მოდის ახალი, მან იცის რომ შანსი ექნება ჩვენთან ასევე დასაქმდეს კიდევაც და ბევრია ამის სურველი. და მაგის გარდა სასკოლო ლიგის აკადემიები, ანუ ეს პროფესიონალური მიმართულება, ამის მენეჯერების, ან კლუბების მენეჯერების ყოფილი სასკოლო ლიგელები არიან და არც მოქმედი სასკოლო ლიგელები არიან შეზღუდულები თან თუნდაც თუ თავს გამოიჩენენ ესეთ პროცესში ჩართულობისაგან და ეს თვითონ სასკოლო ლიგის აკადემიაც უფრო პროფესიონალური სპორტია და იქ ეს უნარები, ლიდერობა და ამ შემდეგ გუნდურობა თავისთავად კიდევ უფრო მეტად ვითარდება. სახეობებს როგორ ვარჩევთ, შემდეგი შეკითხვა იყო. ნახეთ, სახეობები საწყის ეტაპზე მოხდა სახეობების შერჩევა. კიდე ერთხელ გავიმეორებ იმის მიხედვით, თუ რა იყო ყველაზე მარტივი და შემდეგ ემატებოდა რა იყო ყველაზე მასობრივი და ამავე დროს ემატებოდა ის, რაც ჩვენი აზრით, ანუ ორგანიზატორების აზრით, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის შესაბამისი სპორტის სახეობის პოპულარიზაციის კუთხით. აი მაგალითად, პნევმატური იარაღის სროლა და ფარიკაობა. ეხლა ჩვენთან პნევმატური იარაღის სროლაში ჩართული ბავშვების რაოდენობა 1000-ზე მეტია წლების განმავლობაში. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც არასოდეს არ ქონიათ მცდელობა, თქვათ, იარაღის სროლის. შეიძლება იქ ვიღაც ნიჭიერი ყოფილიყო, იქ დარჩა და იქ აგრძელებს ვარჯიშს. აი ფარიკაობის კუთხით კი განსაკუთრებული შედეგები გვაქვს. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული და ის პარტნიორი ჩვენი, ვინც ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს, მათ აქვს სპორტული კლუბი, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ლიგელების ჩართულობას და საწვრთნელ პროცესის გავლას უფასოდ, მაგალითად ფარიკაობის კლუბი გვაქვს, სადაც სასკოლო ლიგის მონაწილეობის მსურველ ყველას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს გაკვეთილები, შემდეგ ტარდება სასკოლო ლიგა, შემდეგ გამარჯვებულები და გამორჩეულები, ვიზერაც ფედერაცია გვეტყვის, რჩებიან სასკოლო ლიგის აკადემიაში და სანამ სკოლას დაამთავრებენ, ჩვენი პროექტი უზრუნველყოფს მათ განვითარებას.
ეს პროცესი დავიწყეთ ჩვენ უშუალოდ ფარიკაობის ტურნირი კარგა ხანია დავიწყეთ. უშუალოდ ეს პროცესი 2 წლის წინ და აი 6 ახალი მოფარიკავია, რომელიც უკვე ფარიკაობის ფედერაციამ გადაიყვანა ცენტრალურ დარბაზში. აქედან 4 ამბობენ, რომ არის უნდერკინდი, რომლებსაც არასოდეს შეიძლება ხელში თქვათ ის დაშნა არც დაეჭირათ. ასე რომ ამ სახეობებს პლუს ვამატებთ და იქ აკადემიის კომპონენტი გვაქვს ჩადებული, ესე ვარჩევთ, რომ უფრო მეტად მოხდეს ამ სახეობების პოპულარიზაცია. ისე კი აქცენტი გაკეთებული გვაქვს უფრო მასობრივ სახეობებზე, თუმცა როგორც მოგახსენეთ, წლების ერთად აბსოლუტურად ყველა სახეობა იქნება ხელმისაწვდომი და მეორე უკვე ინტერესის მიხედვით იქნება ჩართულობა. საერთაშორისო ურთიერთობებსა და ფედერაციის ჩართულობაზე იყო ბატონი ლადოსაგან შეკითხვა. ფედერაციის ჩართულობაზე გარკვეულწილად მე უკვე მოგახსენეთ, ჩვენ დაარსებიდან მქონდა კოორდინაცია, როდესაც ეს საპილოტე დავიწყეთ, რა თქმა უნდა, მაშინე დაუკავშირდით ფედერაციას საქმის კურსში ჩავაყენეთ, მათი კოორდინაციით მიმდინარეობდა ტურნირი, სადამ ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმებს გადიოდა, შემდეგ უკვე ფედერაცია ჩაერთო, ეხა ჩართულია ფედერაცია, მისი ეგიდით ხორციელდება ეს ყველაფერი და ეს არის ფედერაციის პროდუქტი, შეიძლება ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ესეა, ანუ სასკოლო ფედერაციის სრულ კოორდინაციაში არის სასკოლო ლიგა. საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილიც სასკოლო ფედერაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ჩვენ გვქონდა მინიფეხბურთის ბატონმა გიორგი მახსენა მინიფეხბურთის ფედერაცია აღიარდა და ამ სახეობაში ჩვენ საერთაშორისო ტურნირებში სასკოლო ლიგის გაგზავნის პრაქტიკა ქონია და კიდე გაგრძელდება, თუმცა ის საერთაშორისო სასკოლო სპორტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ნაწილში ეს ყველაფერი განხორციელდება ფედერაციასთან შესაბამის შეთანხმების საფუძველზე და ფედერაცია უზრუნველყოფს ამას რასაკვირველია. როგორც აკეთებს ამას სხვა მის პროექტებთან მიმართებით, ასევე განიხილება აქტიურად საქართველოში საერთაშორისო, ვთქვათ, რაღაც სახეობაში პირობითად მინიფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის, სასკოლო ტურნირის ჩატარებაც, რომლის საკმაოდ მაღალი შანსებია. იყო შეკითხვა რეგიონებიდან ჩართულობის შესახებ, აქ ისე მას უნდა დაუბრუნდე, რომ ჩვენ ავირჩიეთ მარტივ-X-დან თანდათანობით გართულება, რა თქმა უნდა, რეგიონები ჩართულია. ჩვენი ტურნირები არ ტარდება მუნიციპალურ დონეზე, ტარდება მხოლოდ რეგიონალურ დონეზე. ანუ ჩვენ ვფიქრობთ, ანუ სასკოლო ლიგის პროექტი, ასე თვითონ მის პოლიტიკა ესეთია, ფიქრობს, რომ პირობითად ბათუმის მუნიციპალიტეტია და ქედაც და მუნიციპალური ტურნირები ჩატარებას ჯობია რომ ჩატარდეს რეგიონის ტურნირი, სადაც ყველა თანაბარ შესაძლებლობას მიიღებს და ძალიან ბევრი რა თქმა უნდა სოფლის და დაბის სკოლა არის ჩართული, თუმცა პროგრამის მიხედვით და შესაძლებლობების და განვითარების გეგმის მიხედვით იზრდება რასაკვირველია მათი ჩართულობაც. სპორტულ წრეებზე იყო შეკითხვა, იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ჩვენ ნაწილში, აქ რაც არის გადაკვეთა, ეს არის სასკოლო ლიგის აკადემიები. ჩვენ ქვემო ქართლიდან ყავს წარმომადგენლები, აი ხა შემოდგომიდან ვფიქრობთ, რომ უკვე თბილისის გარდა კიდე 3 რეგიონი იქნება ჩართული სასკოლო ლიგის აკადემიების ნაწილში, რაც არის უკვე პროფესიონალი სავარჯიშო პროცესი და საქართველოს ჩემპიონატში ჩართვა. ანუ სასკოლო ლიგის აკადემიამ ამ პროფესიონალური კომპონენტის გათვალისწინება საწვრთნელ პროცესში შეგვიძლია ამ პროექტიდან. სხვა იქ უკვე ადგილობრივი საკლუბო სისტემას ჩვენ აქ ანუ წრეებსთან ჩვენ ასე ვთქვათ უშუალო შეხება არ აქვს, უბრალოდ ის წრეები შეიძლება ჩართულები იყვნენ სკოლის მოსწავლეებით სასკოლო ლიგაში. საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული საკითხი იყო, ჩვენ მოვამზადეთ პროგრამა, არსებობს ესეთი ქართული სპორტის მხარდაჭერთა ასოციაცია და მათთან ერთად იყო გარკვეული მცდელობა იმისა, რომ განსაკუთრებული ღონისძიება გაგვეკეთებია საოკუპაციო ხაზთან და ეს გვინდოდა ამ სეზონში გაგვეკეთებია, თუმცა მათ აიღეს ასე ვთქვათ ლიდერობა ამ ასოციაციამ და ვერ მოხერხდა საბოლოოდ ამის დაორგანიზება, თუმცა ეს პროგრამაში გათვალისწინებულია და აუცილებლად მოხდება განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება საოკუპაციო ხაზთან და აი იმ რეგიონებთან მიმართებით.
ხიარული სტარტებზე უკვე მოგახსენებთ ხიარული სტარტები ბატონი კოტე მოგახსენებთ და ის რა თქმა უნდა აქტიურად მიმდინარეობს ახლაც თუმცა არ არის სატელევიზიო და დეტალებს მოგახსენებთ ბატონი კოტე სპორტის სკოლებში და სავალდებულო ამაზე მოგახსენებთ რომ სასურველია რომ ნორმატივების პროგრამა დაინერგოს და ძალიან ბევრ ქვეყანაშია პრაქტიკულად ყველა წარმატებულ ქვეყანაში არის ნორმატივები და შეიძლება ამის ატესტო თქვათ სატესტო პროექტის ჩაშვება თბილისის რომელიღაც რაიონის მაგალითად ისნის რაიონის რადგან ჩვენ სასკოლო ლიგის ბაზა იქ არის იქ ამ პროექტის ჩაშვება და მე მიმაჩნია რომ ამას ძალიან სერიოზული შედეგი ექნება ზოგადად მასობრიობის კუთხითაც და პროფესიონალური მიმართულებითაც სწავლასა და სპორტის ბალანსზე იყო შეკითხვა ამაზე ძალიან მარტივი არის პასუხისგაცემა პირველი რაც დღესაც თქვი ბატონო მარიამაც აღნიშნა განათლებისა და სპორტის ადმინისტრაციების შეთანხმებული მოქმედება რაც ხორციელდება და უკვე უფრო უშუალო ჩართულობა სასაჯებრო სისტემაში არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ეს ბალანსი იქნას გათვალისწინებული და დაგეგმვაშიც კი თქვათ აი მოსაზრებების გაცვლა და რაღაც ერთიან პროგრამაზე შეთანხმება ამ ბალანსის თქვათ დაცვას უწყობს ხელს და შეუწყობს ხელს პრინციპში პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა გიპასუხოთ სწავლა პროსტად სპორტის სწავლას თუ კოორდინაციაში არის ეს ორი სექტორი ერთმანეთთან ხელს რა თქმა უნდა არ უშლის პირიქით ხელს უწყობს ყველაზე განათლებული ახლა როგორ ვთქვათ ყველაზე მეტი პროფესორი ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ყველაზე მეტი ჩართულობა სპორტული კუთხით სკოლებში არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირ შემთხვევაში და ძალიან ხშირ შემთხვევაში სასწავლო პროცესის დროსაც კი ჩართულები არიან აი ამ სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგებში კოლეჯის ლიგებია ის ასე რომ მე ვფიქრობ რომ კოორდინაციული პროექტების აი შეთანხმებული პროექტებით მუშაობის შემთხვევაში სპორტი პირიქით სპორტიც მოიგებს და განათლების სისტემაც მოიგებს და ის ვინც სპორტით იქნება დაკავებული თქვათ სპორტის წარმატებას მიაღწევს და ამავე დროს შესაბამის განათლებასაც მიიღებს აუცილებლად დიდი ბოდიში რეპლიკა უბრალოდ საბჭოთა პერიოდში ერთი ნაწილი რაც კარგი იყო ამ განათლების ნაწილში სანამ გაკვეთილი დაიწყებოდა რაც გადმოცემით ვიცი ცირე ფიზიკურ აქტივობებს აკეთებინებდნენ ეს არა იმიტომ რომ თქვა სპორტის პოპულარიზება იყო არამედ ფიზიოლოგიურად ის რომ სისხლი დაუკავშირდეს ტვის რაღაცა აქტივობა უნდა მოახდინოს და ეს არა მხოლოდ უბრალოდ სპორტული უნარების განვითარება არის, არამედ სწავლის პროცესშიც, სწავლის გაუმჯობესების ნაწილში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ამ ფიზიკურ აქტივობებს. პატარა რეპლიკა და გთხოვთ რომ ნელ-ნელა უკვე შევაჯამოთ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ გადავწდით დროს. დამთავრდა, მე მგონი ყველა კითხვას გავეცი პასუხი, მადლობა. დიდი მადლობა დიახ საკრებულოსაც და ფედერაციასაც ვთხოვ რომ თქვენს კომენტარები გააკეთოთ და მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს გვერდით ყოფნა. ძალიან მიხარია რომ ესე აქტიურად ავიტაცეთ ეს საკითხი, როგორც მოგეხსენებათ მე 18 წელი ვიმოღვაწევე საფრანგეთში, გავზარდე 4 ბიჭი და ყველა ეტაპი გავიარე იქაური სკოლების, საჯარო სკოლების. 2024-ში რომ დავბრუნდით საქართველოში, ცოტა პრობლემატურად მომეჩვენა ეს საკითხი სწავლის და სპორტის შეზავება ერთმანეთში და სკოლებშიც ყველამ კარგად ვიცით რომ ეს ფიზიკური აღზრდა არ არის პრიორიტეტული. დიდი მადლობა გიორგის რომ ამდენი კარგი პროგრამა დამახვედრა და ავიტაცე და ოთარს რა თქმა უნდა ამ გუნდს დიდი მადლობა რომ ესე კარგად განავითარეს. აი სკოლებში მისვლა და როცა სპორტის სამყაროს წარმატებული სპორტსმენების მიყვანა სამწუხაროდ 2019 წელს გაჩერდა, იმიტომ რომ პანდემიამ ხელი შეგვიშალა და უკვე ვეღარ შევძლებდით მისვლას. ეს ჩქარჩქარა უკვე ვცდილობთ რომ მაისის განმავლობაში 4 სკოლა მაინც მოვიაროთ, რომ კარგად შევადგინოთ პროგრამა და სექტემბრიდან უკვე კარგად ორგანიზებულები მივიდეთ და ბევრი სკოლა, რაც შეიძლება ბევრი სკოლა მოვიაროთ.
რაც შეეხება ხმაწვილს რომ ახსენა სწავლის და სპორტის შეზავება ჩვენი თაობა აქ ოლიმპიური ჩემპიონები გვიზიან და ჩვენ ყოველთვის გქონდა საშუალება თან გვესწავლათ, თან სპორტით დავკავებული ხავთ. ეს პროგრამა რაც ახლა სასკოლო ლიგა ეს უკვე არის შუამავალი წარმატებული, ანუ სამომავლოდ შეიძლება რომ იმ ადამიანმა მედლებიც მოიგოს და ან წარმატებული სპორტსმენი გახდეს და კონდეს სწავლის საშუალება. პლუს ამას ამ მოდელს რაც აქვს კარგი, ეს ბავშვები ძალიან პოპულარულები არიან თავის სკოლებში, როგორც ოთარმა ახსენა, თუ წარმატებული აი მაგალითად ეს ბავშვი ერთ დღეს სკოლაში იქნებოდა გამოკრული და რა თქმა უნდა ეს ლიდერულ უნარებსაც უვითარებს პატარა ასაკში. თუმცა სპორტი ისეთი რამე რომ შეიძლება მით უმეტეს ასე 18 წლამდე ასაკში შეიძლება ერთ წელს ვერაფერი ვერ ქნათ, კიდე მეთანხმებით და რაღაც აი გავხდე 17 წლის, მე პირადად სპორტი დავიწყე 17 წლისამ და პროფესიონალი გავხდი 25 წლის. ასე რომ სპორტს და სწავლას ყოველთვის აქვს საშუალება რომ შეთანხმებულად იყოს და რა თქმა უნდა ესეთი პროექტები გვაძლევს საშუალებას რომ თავი წარმოაჩინოთ მოსწავლის ასაკში. მადლობა. მადლობა. მოგესალმებით, კონსტანტინე ამირაჯიბი, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი. მე მინდოდა რომ სრული კონცენტრაცია ყოფილიყო სასკოლო ლიგაზე და არ წამერთმეა თქვენთვის დრო თქვა ზოგადად სასკოლო სპორტზე საუბარში, მაგრამ შეკითხვები ისეთი დაისვა, რომელზეც ალბათ უფრო ცოტა ზოგადი კონკრეტული პასუხები არის საჭირო ჩვენი ფედერაციის მხრიდანაც, რათა გავაძლიერო უფრო მეტად ბატონი ოთარის პოზიცია და ის თემა, რაზეც ბატონმა ოთარმა ამდენი ხანი ისაუბრა აქ თქვენს წინაშე. მე მინდა მოგახსენოთ, რომ სასკოლო სპორტი ეს არის სისტემა, რომელიც არა მარტო სასკოლო ლიგას, არამედ სხვა პროგრამებსაც ითავსებს, ახორციელებს და ეს პროგრამები მოიცავს პირველი კლასიდან მე-11 კლასამდე, მე-12 კლასამდე ბოდიშით თელს ამ საფეხურს სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში დასახელებული იყო მხიარული სტარტები, რომელიც არის პირველიდან მე-7 კლასამდე, იქ არის სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის სასკოლო ლიგა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი თამაშები, თავისუფლების თამაშები, რომლებიც 9 აპრილიდან 26 მაისის პერიოდში, იმიტომ რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ამ ორ თარიღთან ასოცირდება და ბავშვების აღზრდელობით ნაწილში სწორედ ეს პატრიოტიზმი ყველა მეთოდით უნდა ვითარდებოდეს და მათ შორის სპორტით ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად შეიძლება ჩავთვალოთ. და შევეცდები რომ იმ კითხვებზე მოკლედ მოგახსენოთ სტატისტიკის ფორმით, რაზეც აქ იყო დასმული შეკითხვა. სკოლების რაოდენობა. აქ კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ რაზეც ბატონმა ოთარმა ისაუბრა, მათი დღევანდელი თქვათ არსებული მიღწევები და სამომავლოდ დაგეგმილი მიზნები, ეს ეხება იმ პროგრამას, იმ სპეციფიურ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რაც არის სასკოლო ლიგა. ზოგადად სასკოლო სპორტში ჩართულია დღეობით საქართველოში მოქმედი 2200 სკოლიდან 1900 სკოლა. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ოქტომბრიდან მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიყვება ეს პროგრამები ივნისის ბოლომდე და სასწავლო წლთან ერთად მთავრდება სასკოლო სპორტის პროგრამები. რაოდენობრივად 150,000 ბავშვია ეხლა ჩართული, მაგრამ კიდევ ვიძახი, არის სხვადასხვა სისტემები, საშეჯიბრო სისტემები. ჩვენ საუბრობდით დღეს თქვენთან, ბატონი ოთარი საუბრობდა სასკოლო ლიგის საშეჯიბრო სისტემაზე. ზოგადად კი ჩართულია უკვე 150,000 მოზარდი. რეგიონების ჩართულობა. სასკოლო ლიგის მიზანია ეხლა რომ იმ სისტემით, რა სისტემითაც სასკოლო ლიგა ტარდება, უფრო მეტი რეგიონი ჩაერთოს, თორე ზოგადად სასკოლო სპორტში უკვე ჩართულია საქართველოს ყველა რეგიონი, ყველა მუნიციპალიტეტი, მისი სპორტის სამსახურები და აქვე მე მინდა აღვნიშნო, რომ სასკოლო სპორტი ეს არის არა რომელიმე ერთი სახეობა მოგეხსენებათ, არამედ ეს არის სისტემა და ეს სისტემა ვერანაირად ვერ შედგება და ვერც იარსებებს და ვერც მით უმეტეს განვითარდება, თუ მასში არ იქნება მობილიზებული საქართველოში მოქმედი ყველა ინსტიტუცია. ამიტომ მე მინდა მადლობა გადაუხადო
გადაგიხადოთ თქვენ საგანმანათლებლო ორგანოს, გადაუხადო მადლობა აღმასრულებელ ხელისუფლებას საქართველოს სპორტის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს სახით, მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის ფედერაციებს და ადგილობრივ ხელისუფლებას, მერიებს, მათ სპორტის სამსახურებს, სწორედ აი ამ ერთობლივი საქმიანობით ხორციელდება ყველა პროგრამა, ყველა პროექტი, წარმატებით მინდა გითხრათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომაც ითქვა, რომ სოფლების ჩართულობა თუ არის, სოფლების ჩართულობა არის და ძალიან წარმატებული ჩართულობა, ბატონებო. მე მოგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტში გვაქვს უკვე ჩვენს მოსწავლეებს აქვთ უკვე 10 წელია შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი სკოლების სახელით, არა ნაკრებების, არამედ თავიანთი სკოლების სახელით სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში და სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადებში. სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იყო მაგალითად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა. დღეს ბადმინტონში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიგო თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა. გენდერულ მონაწილეობაზეც გავამახვილებ ყურადღებას, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროში ითამაშებენ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს რა თქმა უნდა დიდი სტიმულია მათთვის. ეხლა ჩამოვიდნენ ჩვენი ხელბურთელები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან, სადაც პირველად საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმაც შეძლო მიეღო მონაწილეობა სასკოლო სპორტის აკადემიის სახელით და ამას მე ვპასუხობ იმ კუთხით, რამდენად არის თანამშრომლობა ჩვენსა და სხვა დარგობრივ ფედერაციებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი ძალიან მჭიდრო, მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელბურთის ფედერაციასთან ეს ამ პროექტის ეს მიმართულებაც ეხლა ვერ შედგებოდა. დაგეგმილია კალათბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში, დაგეგმილია კი არა მიიღები მონაწილეობას სერბეთში ივნისში, ხოლო ივლისში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთში ქუთაისის 22 საჯარო სკოლა ითამაშებს. გენდერული თვალსაზრისით გოგონების მონაწილეობა არა უბრალოდ მზარდია, არამედ საგრძნობლად მზარდია და განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში. აი გოგონათა აქტიურ მონაწილეობაზე შევძელით, რომ იქ გოგონები აქტიურად არიან და გოგონათა გუნდები ეროვნული უმცირესობებიდან, აი იმ თემებიდან აქტიურად არიან წარმოდგენილი სასკოლო სპორტის პროგრამებში. ინკლუზიურობა, შიშემ ბავშვთა ინტეგრაციაზე სპეციალური პროგრამა ხორციელდება მხიარული სტარტების კუთხით, ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს მხიარული სტარტები უფრო მოქნილია სხვადასხვა არა დადგენილი რაღაცა ნორმებით, რომ თქვა წესებით, რაც აქვთ ფედერაციებს დიდ სპორტს, კონკრეტული წესები, მხიარული სტარტები თავისუფალია ამ წესებით და ყოველ თამაშზე შეიძლება ჩვენი წესები შევქმნათ და მოვარგოთ ბავშვებს. თავარი კომპონენტი მასში არის ხალისი და აბსოლუტურად მიმღებლობა ბავშვების მხრიდან იმ თამაშებისა, რასაც ჩვენ იქ ვთამაშობთ და აი იმ პროგრამაში აქტიურად არიან ბავშვები, შშმ ბავშვები ჩართულები. ბევრი კომპონენტია ამ მხრივ და ერთ-ერთს კიდევ შევეხები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს სასკოლო სპორტის შესახებ. ამ მხრივ ჩვენ ეხლა რადიო იმედზე თვეში ორჯერ ვახო აფრინდაშვილთან ერთად სწორედ სპეციალური გადაცემა სასკოლო სპორტსა და მე ორი გადაცემა შედგა სულ, ამიტომაც შეიძლება იმდენად ცნობადი არ არის ეს გადაცემებიც და კიდევ ერთი. მე მინდა მადლობა გადაუხადო კერძო სექტორს, კონკრეტულად პალიტრა მედიას, რომელმაც ჩვენ სასკოლო სპორტს გვაჩუქა, სასკოლო სპორტის ფედერაციას გვაჩუქა ისტორიული გაზეთი ლელოს ელექტრონული ვერსია, ელექტრონული გვერდი და ეხლა აი ამ ისტორიული გაზეთის ელექტრონული გვერდი არის სასკოლო სპორტის სამსახურში. იქ არის როგორც იქ შუქდება, როგორც ჩვეულებრივ დიდი სპორტის მოვლენები, ჩვენი სპორტსმენების შესახებ ინფორმაციები, ასევე არის სასკოლო სპორტის შესახებ ამ ბავშვების წარმატებული მოზარდების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვები უნდა ეცნობოდნენ და იღებდნენ მაგალითს აქტიური სპორტსმენებისაგან, ხოლო აქტიური სპორტსმენები უნდა ხედავდნენ თავიანთ მომავალ თაობას, ვინ მოდის თქვათ მომავლიდან მათ ღირსეულ შემცველებად. მადლობა კიდევ ერთხელ და მინდა მოგახსენოთ, რომ აი ამ ყველაფრიდან იმ ფართო ანგარიშიდან, რაც ბატონმა ოთარმა მოგახსენეთ და იმ მოკლე თქვათ კომენტარით, რაც შემოვიფარგლე, მინდა გითხრათ, რომ სასკოლო სპორტის სისტემა მზად არის უფრო
ფართო პროგრამების განხორციელებისთვის. მზად არის კადრებით, მზად არის მომცველობითაც და მზად არის მზაობითაც იგივე სკოლების, ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების და თვითონ ამ ბავშვების მხრიდანაც. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი სრულყოფილად მივიღეთ ინფორმაცია. გულშემატკივრად ვრჩებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩაკვეტაძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივის ფართო მასშტაბირება მოხდება და ჩვენს აი მონაცემს, რაც არის ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში, გაცილებით უფრო სხვა ნიშნულზე აიყვანს და გარდა ჯანსაღი ცხოვრებისა, ჩვენ გვეყოლება ჯანსაღ ხელში, ჯანსაღი სულით, ჯანსაღი ახალგაზრდობა, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ და ამით შეგვიძლია რომ კომიტეტი ცნობად მივიღოთ და დავასრულოთ შეხვედრა. კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოხსენებისთვის, თითოეულ ჩვენთაგან ჩართულობისთვის და სპორტი მზად არის ქალბატონო მარიამ ახალგაზრდების მეტი ჩართულობისთვის. დიდი მადლობა ყველას.